მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს, ვინც გვისმენს, სახშია თუ გარეთ, ნებისმიერ გარემოში. ეს არის კაცმანის პოდკასტი. პირველი გადაცემა, ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი მომენტია, რადგანაც პირველს წერ და ჩემთან დღეს სტუმრად არის გიორგი თენაძე, ჩემი მეგობარი, მეწარმე და ძალიან თბილი და ძალიან გუღია ადამიანი. და შესაბამისად ტყუილა არ შემირჩევია დღესო გიორგისთან ერთად ვიწყებ ჩაწერას. მოგესალმები გიო. მოგესალმებით საშა. ძალიან დიდი მადლობა შენ სტუდიაში მოწვევისთვის. მინდა რომ მივესალმო შენს სელემაყურებელს და ასევე გისურვოთ ამ ბევრი წარმატება იქნა. პირველი წამოწყება, პირველი ჩაწერა, ასე ვთქვა და მინდა რომ ძალიან წარმატება გისურვო ამ პროექტში. მადლობა გიორგი. მადლობა. მეგობრებო, მინდა ახსნა საერთოდ რისთვის გავაკეთე ეს პოდკასტი. მე ძალიან ვაფასებ ადამიანებს, რომლებმაც გაბედეს და რაღაცა შექმნეს ამ ცხოვრებაში. შექმნეს ამ თამაშის წესი შეცვალეს, ამ თამაშის წესი ჩამოაყალიბეს, რაღაც ახალი გააკეთეს და ამით ჩვენი ქვეყანა წაწიეს წინ. ამ ქმნილების უკან არის რაღაცნაირი აზროვნება. ამ ქმნილების უკან არის რაღაცნაირი სულისკვეთება. და მე მინდა რომ ეს აზროვნება და სულისკვეთება შევისწავლო, გადმოვცე, მივცე სივრცე ჩემს სტუმრებს და მათ შორის გიორგის დღეს იმისათვის რომ გვესაუბროს თავის თავზე, ცხოვრებაზე, ბიზნესზე, თავის ხედვაზე, წუხეულზე, გამარჯვებებზე და გაკვეთილებზე. ყველაფერზე მინდა რომ ვისაუბრო დღეს იმისათვის რომ მივიტანოთ ის სულისკვეთება და ის აზროვნება, რომელიც ქმნის რაღაცა პროდუქტს წევს ამ ქვეყანას წინ ერთი ნაბიჯით და თითოეული ესეთი ადამიანის წვლილი არის ისო ჩვენი ქვეყანა ვითარდება. სიმართლე რო გითხრა გიო, ჩემთვის ინსპირაცია იყო პოდკასტის გაკეთების ნაპოლეონ ჰილის წიგნი Think and Grow Rich. ვისაც ეს წიგნი არ აქვს საკითხული, ისტორია აქვს, ამ წიგნს ძალიან საინტერესო. ანუ ნაპოლეონ ჰილი იყო ჟურნალისტი, რომელიც მივიდა კარნეგისთან. და კარნეგის დაუსვა კითხვები, რანაირად გააკეთა შენი ბიზნესი. და კითხვები იმდენად მოეწონა კარნეგის, რომ შეთავაზა ნაპოლეონ ჰილს ეგეთი ვილი. მე რო შეგაგიხსნი კარსო ყველა საინტერესო ადამიანთან, ვინც ქმნის ამერიკას. შენი ამოცანა არისო, რომ აღმოაჩინო ის ტენდენციები, ის პრინციპები, რომელიც დგას ამ აზროვნების უკან. და რომელიც ქმნის ამ ადამიანებს. და ამ პრინციპების გაზიარებით გავაძლიეროთ ამერიკაო და გავაძლიეროთ სულისკვეთება ადამიანების, რომელიც საერთოდ ფიქრობენ ბიზნესზე და ფიქრობენ ამის გაკეთებას. და ასე ნაპოლეონ ჰილმა დაწერა წიგნი, რომელიც მე მგონი all time bestseller-ი არის, ანუ წელი არ გასულა bestseller-ი რო არ ყოფილიყო. ეს წიგნი იყო ინსპირაცია ჩემი პოდკასტის. და ეხლა მოვდივარ შენთან. გიო, და პირველ კითხვას დავსვავ, სანამ კითხვამდე მივალ, მინდა გავიზიარო ის პირველი შთაბეჭდილებები, რაც ქონდა, რატომ გამოუცა საერთოდ გასტრონომია. მე მახსოვს პირველი გასტრონომი ჭავჭავაძეზე რო გაიხსნა. მახსოვს ჩემი განცდები რო შევედი და დავინახე მთელი ის ასორტიმენტი, რომელიც დავხვდა მაშინ გასტრონომში ჭავჭავაძეზე. ეს იყო ლოკომოტივის წინ, პირველი მაღაზია. ასე. და პირველი რაც გამოუცა იყო არჩევანა. ეგ იყო ჩემი პირველი გაოცება. მეორე ჩემი გაოცება გასტრონომით იყო, როცა გაიხსნა ვაჟა.
ვაჟაზე ჩემთვის იყო უკვე ამბიენსის, რომელიც შეიძლება ამ პირველი მაღაზიებით ჯერ არ გადმოიცა ისეთი მასშტაბით, როგორც გადმოიცარდა ვაჟაზე. და ვაჟაზე იყო ვაუ, ეგ იყო მასშტაბით ჩემთვის. და მესამე რამაც გამაუცა, იყო სტეიქჰაუსმა. სტეიქჰაუსში რომ შევედი და მე ვარ ხორცის მოყვარული, ხორცისტი ვარ და მიყვარს ხორცი და აი ვაჟაზე სტეიკი და ბურგერი რომ ჭამე და თქვი რომ ვაუ, ანუ ნიუ-იორკის ხარისხი, ну რა ვიცი, ჩემთვის ნიუ-იორკი, მე ხარ არგენტინაში არა ვარ ნაყოფი და არ ვიცი ბურგერი როგორ მაგრა აქებენ, მაგრამ ნაყოფი ხარ არგენტინაში? ოკეი. მაგარია ბურგერი და სტეიკი? მე უბრალოდ იქები გავსინჯე და თან კარგია რა. თუმცა უნდა ვაღიარო რომ იაპონია და ამერიკა უკვე გადაასწრო ხარისხი. მას დაიწყეს ეს კულტურა, ყველაზე კარგი სტეიკი მათ ჰქონდათ, მაგრამ ეს უკვე იაპონიამ და ამერიკამ და ავსტრალიამ ძალიან იმუშავა ხარისხის საწევაზე და უკვე გადაასწრეს. ხო და მე მქონდა თითქოს ნიუ-იორკთან შედარება, არ ვიცი, ჩემთვის მაინც სტეიკი და ბურგერი ნიუ-იორკთან ასოცირდება და ახსოვს რომ ვიღაცა მაშინ არ გიცნობდი, ვიღაცამ დადო ის ხარისხი. რა, ანუ ვიღაცამ მოიტანა, არ დაიზარა, შეისწავლა, ჩავიდა და ეს ყველაფერი და ეს არის ჩემი გაოცებები, სანამ საერთოდ პირველად შევხვდი და გაგიცა. ეხლა მაქვს პირველი კითხვა. რანაირად და შეიძლება ეს კითხვა მთელი პოდკასტი იყოს საბოლოო ჯამში. რანაირად მოახერხა ამ ბიჭმა ჯერ ამბიცია გაიჩინოს ესეთი, რომ დღეს თბილისში აქვს გასტრონომის ქსელი, აქვს რესტორნების ქსელი, აქვს კიდე უამრავი სხვა თემები, ბიზნეს თემები. ალბათ ბავშვობით უნდა დავიწყოთ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ბავშვობაში ჩამოყალიბდა, რომ მოგეხსენებათ იმ დროს როცა ძალიან დიდი გაჭირვება იყო. ყველაფერს მაშინ არ იყო ბრენდული მაღაზიები და მობილ ხელმძღვანელებში ერთხელ ანუ ჯერ ლიოში საფიგლებზე არა იყიდოდით თალსაცმელს რამს ჯაპისნიკებს და ასე შემდეგ. შორის ველოსიპედს, სკეიტბორდს, რაც შემოდიოდა ტრენდში ასე. მოგეხსენებათ რომ მაშინ ყველაფერი უხარისხო იყო რა. და ველოსიპედს იყიდი ვართ. ნუ ხუჭები არ მუშაობდა, ცოტა ხელში რაღაც ეხსაცმელის ენერგიას დაალევდა და ფული ქონდა შენ ოჯახს ეგეთი რაღაცები ეყიდა შენთვის თუნდაც ლიოში შეიძლება შეერთხელ ბეი თან მეგმეტია სიადო თულიოთ ჩავდიო და რაღაცა მისი მიერი უხარისხო თემა თან დიდ აგრესიას იწვევდა ჩემში რომ იმედი რაც ხარო მიტიფა 5 კილომეტრი გაიტარო ველოსიპედი თუმცა საბურავი ეშვება ანუ იმედგაცრუება რომელიც მანგრევდა რა frustrations კიდე ან რაღაცა like რომელიც იოფლებით წველდები და სინთეტიკა და ასე შემდეგ და ბევრი რაღაც იყო გარშემო საჭმელი გადაწყვეტებული ნივთებით დამთავრებული თუ აქსესუარებით რასთანაც შეხება უკვე და იყო ყველაფერი უხარისხო და შესაბამისად ეს აგრესია მწიფდებოდა ბავშვობაში რომ მე არ მინდა ამასთან იყო ასოცირებული და მე მინდა ხარისხი და ეს დამწყებობა. რა იცოდი ხარისხიანი რა არის საერთოდ ანუ თუ არ ქონია ის ხარისხიანი ყოველ შეადარებდი და ეს თითქოს ეს მომენტი რომ საიდან გაჩნდა ეს მოთხოვნა ხარისხზე შეში. ალბათ დაკვირვება ვაკვირდებოდი რა ვთქვათ შეგესწრებების დონეზე რაღაცა გამოვფლია და პირობითად რაღაცა ხშირად ფუჭდება, ანუ ვაკვირდებოდი პროცესებს რა, როგორც ფიზიკური, ისე რეალურ ცხოვრებაში რაც ხდებოდა და ზოგადად პატარა რო ვიყავი, ანუ მე თვითონვე ვარჩევდი, თქო, არ ვიცი ეს თანდაყოლილი რაღაც, მაგალითად ჩემ დროს თუ მოუტანდა დედა მზად ფოტოს, მე ვარჩევდი, რომელი მინდოდა, ანუ ისე არ ვიცოდი, რასაც მომიტანდი, რა ეს ბავშვობიდანვე მასე იყო. გაზრდნენ არჩევანს. ოკეი. ანუ რაღაცა ბიუჯეტი იყო და მაგ ბიუჯეტში შეგეძლო რაღაცა აგერჩია, ეგრე იყო. საბოლოოდ 15-20 ლარი გინდა პენსიაც მენიან რაღაც. ადიბასი. ხო, ნუ რაღაც. თუმცა ან მოდელის არჩევის ის ჩემი კომპეტენცია.
ოჯახში ცოტა მეტი რომ მითხრა, ანუ რანაირ ოჯახში გაიზარდე და რა იყო ის სასტარტო საერთოდ ცხოვრებაში საიდან დაიწყო? იმ დროს საკმაოდ ბევრი ups and downs ჰქონდა ოჯახს იყო პერიოდი, როდესაც კარგად მიყავით, იყო პერიოდი, როდესაც ძალიან განჯერება იყო, ისეთი გაჩერება იყო, რომ 30 ლარი აქვს, ანუ 20 ლარი ჯარში რა არის, ისეთი ups and downs, მაშინ არ იყო სტაბილურობის გარანტიები და ასე შემდეგ. გორში დაიბადე, ხო? გორში დავიბადე, 13 წლამდე იქ ვცხოვრობდა, 13 წლის ასაკში ჩამოვედი, მაშინ იყო სამედიცინო კოლეჯი, ხავრობა იცვლებოდა. და დედაჩემმა თქვა, რომ რადგან იქ გინდა რომ გამოვიდე, მაშინ იყო პროგრამა, რომელიც მე კლასიდან გამოდიოდი, აბარებდი კოლეჯში და ამ კოლეჯის დამთავრების შემდეგ, რომელიც 3 წლიანი იყო, ჯდებოდი უკვე მესამე კურსი. შესაბამისად, თავიდან ირიდებდი გამოცდებს, რაც დაგეგმილი იყო. მიხეილ სააკაშვილის პერიოდი მოდიოდა და განშრედა რომ სრულებები იქნებოდა და თითქოს გამომარიდა დედაჩემმა და ჩავაბარე ამ კოლეჯში. 1 წლიანი სწავლის მერე კოლეჯში ცხოვრობდი ნაკირავებში. ლაქსოს ერთი სახიანი ბინა იყო, $80 ვიქირავეთ და ნუცუბიზეზე და ყველაზე ასე ვთქვათ, საიდანაც დაიწყო ჩემი შეგდება ველურ სამყაროში, არის რომ დედა და მამა თანამდებობაში ცხოვრობენ, იქ მოღვაწეობენ, იმ დროს ჩემი ძმაც მშვიდე კლასში იყო, ძალიან პატარა იყო, შესაბამისად არ გამოდიოდა არც მათი წამოსვლა, არც ჩემი ძმისაკენ წამოყვანა, შესაბამისად ბებია გამოყვა ზუსტად 2 თვე, სექტემბერი, ოქტომბერი იყო აქ. მასწავლა ტროლეიბუსი, როგორც ჩანს, სულიყავი ვაჟაზე, გაზი როგორ ამენთო და წავედი. და წარმოიდგინეთ 13 წლის ბავშვი მარტო ერთ ოთახიანში, შემჩოლა მოხარშესოსი შეცვა გააღო კეტო ძალიან რთული პერიოდი. ქართული თავს. მომცია. ვიკართული. და მე ეს პერიოდი ტელეფონების მოპარვა ჩამოწყვეტა და მაშინ რაღაც წვალებით მიყიდეს ტელეფონი რო საკონტაქტო მქონოდა რა ჩემებთან და მიგრაციაზე მეყენოდა დაკიდებული მქონდა შიგნით. რო არ მოეყარა, ხო და რო არ და უბრალოდ პირდაპირ ჩამოწყვეტები და ამ პერიოდის გავლა მომიცია. შემდეგ უკვე დაიხურა ეს კოლეჯი. ანუ მოვიარე ხელსაყრელი აკრძალა ყველანაირი ასეთი კოლეჯი და შეთანხმებები და თქვა რომ იქნება ეროვნული გამოცდები. შესაბამისად მომიწია ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება და მე უკვე ფიზიკურად აღარ მივიღებდა კიდე 8 წელი და 10 წელი სამედიცინოზე სწავლა, შესაბამისად მაშინ გადავწყვიტე რომ მოდი ბიზნესის მიმართულებით სწავლო და აქედან იწყება ჩემი კარიერა. რატომ მაინდა ის ბიზნესი ხარჯავი ხო დიდი იყო, ახლა თითქოს რაღაცები სხვა ალტერნატივებიც არსებობდა. რატო გადაწყვიტე ბიზნესს გესწავლა? შინაგანად გულწრფელობდი რომ უფრო ბიზნესი იყო ჩემი და უფრო ეს ენტერპრენეურის სული რაც მქონდა, უფრო ბიზნესისკენ მქონდა. უბრალოდ მაშინ ნაკლებად იყო ჩემი არჩევანი. რა უფრო თემა იყო რომ რაღაც სუდი მოხდება და მოდი სამედიცინო კოლეჯში რომ აქ უფრო сейф იქნები. და იცი რა ცვლილებები იქნება. ეს არ იყო ჩემი გაცნობიერებული. ბიზნესი უკვე გაცნობიერებული. ბიზნესი გაცნობიერებული. რა გიზიდავდა ბიზნესში? დამოუკიდებლობა. ვიცოდი რომ ჩემი რომ ეცემოდა ვიქნებოდი თავისუფალი არავისზე დამოკიდებული და ასე შემდეგ. თავისუფლება და დამოუკიდებლობა ძალიან სრულდება. ეს დამოუკიდებლობა რეალურად იყო დამოუკიდებლობა ჯერ შენი ოჯახისგან, ანუ მასე იყო თავიდან შენთვის მე ჩემი ოჯახისგან დამოუკიდებელი ვიქნები თუ რაღაცა სხვა ფიქრები ქონდა. ხო, ანუ პირველში ძალიან მაგლიერი ვარ ჩემი ოჯახის და ამინდა რომ უმადურობაში ჩამეთვალოს უბრალოდ რა გამშვიდობად არ ქონდა გინდა ყველაფერი გენატრება. სპეში ორი ვარი გქუბლეთში რო გარდასასვენებლად და ორი ვარი თუნდა გამოიზოგო ყველაფერი რა ნაყინიცი და 30 წუთი კომპიუტერებზე ითამაშე გახსოვს ქუჩაში კომპიუტერები. კოდროს რო ყიდულობდი და მოტოციკლეთი ვთქვათ ვარი და ერთი წრე რა და იმას ვეუბნებოდი, იმიტომ რომ მოტოციკლებზე რო 2 წრე გამეკეთებინა, მე რაღაც ნაყინი იყო აღარც ის და აი მან დედამვე იყო ის რომ აი არავის არ მინდოდა რომ
მეთხოვა რა არ ვიცი რა იყო თხოვნა შენთვის ერთი რომ სხვაზე ხარ დამოკიდებული და მეორე რომ ცა არ აქვს სხვას ფიზიკურად უღრახულში და ყოფილა როცა გითხოვე და გითხრის რომ დაშველება არა მეტალბე ბერჯერ ანუ და გივილი მოკონდა ეგროში რაღაცა გინდოდა და ამის საშუალება ოჯახს არა ამ გაგივლია ეს გივილი ბერჯერ ხო შენ ისტორია ეხა ჯამურად აი რაღაცა იმ სინდერელას ისტორიას გავს ამან თქოს არაფრის საშუალება არ იყო თუმცა ვიცი რომ საკმაოდ საინტერესო და რთული გზა იარე მაგრამ თითქოს აი ეს წერტილი ბრაზი იყო ანუ გაბრაზდი რო არა გაქვს ანუ აი რამ გადაგაწყვეტინა რომ გიქნება თითქოს ასე მისმინება რომ ფრუსტრაცია გიგროვდებოდა და ბრაზდებოდი იმაზე რომ ხარ იმ გარემოში რაშიც ხარ და გაქვს იმის საშუალება რაც გაქვს და აი რაზე იყო ეს ბრაზი რაზი და აგრესია ჩნდება როცა რაღაცა გინდა და არ არის ან რაღაც არის ძალიან დაგვიანებით არის როგორც ძალიან დაგვიანებით და ბოლოს რომ მიიღებ დაგვიანებით არის უხარისხო ამიტომ ამ სამმა ფაქტორმა რომ არ არის ან არის გვიან ან არის გვიან და უხარისხო გადამაწყვეტინა რომ უბრალოდ მომცა ენერგია ვიპოვე საკუთარ ძალში მე ჩემსაც შევქმნი და მაგრამ არ შეიძლება შენ იდეაში და ბევრი ადამიანი შვება ამას გიო რომ ბრაზდება გარემოზე და არაფერს არ ცulis და არის ესე გაბრაზებული და ნაწყენი ამ გარემოზე ნაცვლად იმისა რომ იმოქმედოს შენ ამ გადაგაწყვეტინა რომ იმოქმედო ზიერმა მიზანმა და სურვილმა რა მიზანი და სურვილი ანუ ზიერმა სურვილმა გადამაწყვეტინა და პირველში რაც ყველაზე მთავარია რომ ეს აგრესია გარდაუქმენი ენერგიათ ანუ არ ჩავრჩი აგრესიაში და არ როჩტე გაბოროტებული ტიპი რომ რაღაცა აი რაღაცა არ მაგდარაც არა უბრალოდ ეს აგრესია და ბრაზი გამოვიყენე იმ ენერგიათ რომ აქამდე მოსულიყავს შენ ახსენე მიზანი მქონდაო და სურვილი მქონდაო და მიზანია ანუ მიზანი და სურვილი რა იყო მაშინ იმ დროინდელი მიზანი და სურვილი რა იყო უმდროინდელი რაღაც როცა ვიყენებ 5-6 წელს გიორგის ფიქრები წარმოდგენილი მთავრობები მე უყურებავს როგორი შვილები როგორი სამსახური როგორ ვარ ფინანსურად დამოუკიდებელი სად მოგზაურობ რომელი ქვეყნები მაინტერესებს ანუ 5 წლის ასაკში უკვე თარგეტი და ვინი დასმული საინტერესო საიდან მოგივიდა ინსაიტები რა გითხრა უბრალოდ აი ეს თვალი დახუჭა და წარმოიდგინე რომ ეგრე გექნება ალს თქვა როგორ აი რის გამოდაგებ სურათებს ათვალიერებდი იგებ რაღაცა არ ვიცი ატლას შეხედე და შეხედე რომ რავი ბევრი ქვეყანა არსებობს ვეძიები იმიტომ რომ საინტერესოა ჩემთვის რომ საიდან მოვიდა ასეთი ხედვა ცხოვრების რომ ასეთი ცხოვრები გინდა რომ იცხოვრო ალბათ პირველი რაც მოფიქრდება არის ის რომ დაკვირვებოდი და ასხოვრდი ცუდს და კარგს უყურებდი იოგით კომპლექსი დასასვენებლად რომ ვიყავდი წყვილის ტოქსიკურ მდგომარეობას და სიტუაციას და უყურებდი თელ ჩაკიდებულ რომელზეც მოსეირნე რომელზეც წყვილს და უბრალოდ ვირჩევდი რომ მე ესეთი უნდა ანალოგიურად რაც YouTube-ზე მანქანაზე კაფეები ხო იყო ძალიან ისეთი რაღაც და რაც არჩევანს აკეთებდი დიკავდი შენში რომ ასეთი მინდა ასეთი ურთიერთობა მინდა ასეთი მინდა ასეთი ზმანი მინდა ანუ ასე ფიქრობდი ოკეი ანუ აკვირდებოდი გარემოს და ამ გარემოში ხედავდი რა მოგწონდა და არჩევდი იმ მომენტისთვის საუკეთესო რაც მოსენისი ამაში ფიცლიდა აი შენ რეალურად ვიჭერდი და რაღაც შარვალთან ვახავებდი ეს ფერი წავიდოდა თუ არა ამასთან და რაღაც მაგიდან რაცა ვიჩერდი და დაემთხვა ეხლა დღევანდელი შენ ცხოვრება იმ ხედვებსაც მაშინ იყო მე პლასტიკო სადღაც დამიჯერა საინტერესო 5 წლის ასაკში წარმოუდგენელი ცხოვრება და რეალიზებული ამბიცია და მიზანი როგორც მე ხვდები ამაზე ელაპარაკობ შენ დაუბრუნდეთ შენ სტუდენტობას ესე იგი შენ გადახვედი ბიზნესზე მაშინ ქონდა წარმოდგენა საერთოდ მაგალითად სუის ბიზნესში წახვიდოდი სამუშაოდ მენეჯერი იქნებოდი შენი ბიზნესი გეკნებოდა მაშინდელი ფიქრები რა იყო
ია თავიდან გათხრილი მქონდა რომ ჩემი მიქნევა აუცილებლად როდის მოვიდოდა ეს მომენტი არ ვიცოდი მაგრამ ვიცოდი რომ აუცილებლად დადგინდა ის ორგანიზაცია ვიქნებოდი დამოუკიდებელი და დამოუკიდებლად გავაკეთებდი ბიზნესს და რა ანუ ის დამოუკიდებლობა გამოზრდა ისე რომ დამოუკიდებელი გიყიდა რომ ყოფილიყავი და ვიღაცა უფროსი არ გყოლოდა ალბათ დამოუკიდებლობის ხარისხი გააძლიერა მარტოს ცხოვრება იმიტომ რომ 13 წლად პირში მარტო ნის ხოლოს ართული შესაბამისად იმდენად გაძლიერდა ეს დამოუკიდებლობის ხარისხი რომ აფრინივე ჩაოდო ცხრაზემი აუგუსტსამოდი რაღაცა თუნდაც შეგრძნების პერიოდი რაღაცა და ეგოს ის რომ ჩემით მინდა გაურისყო ჩემით მინდა რაღაცა ვაკეთო შემოქმედებითი სამყარო მაინტერესებდა და არა რუტინა ეს ჩემით მინდა რაღაცაში იყო გამოხატული ანუ გულისხმობ ბავშვობიდან დაწყებული ვისგან არის ეს ვინმე მეწარმე იყო შენ რავი სახლობლოში ანუ ვიღაცა რომ მოდელი იყო შენთვის ვისაც აი მის მოგწონდა და ბაძავდი ან რო ფიქრობდი აი ესეთი მინდა რომ გამოვიდე ანუ აი რა იყო შენთვის რომ მოდელი ესე არ ყოფილა რომ არ დაგიმალ უბრალოდ პროცესი შინაგანი ხმა იყო და შინაგანი ფიქრები რომ დამოუკიდებლად რაღაც ვაკეთებდი ესე განზრახული არ მქონდა ზუსტად რომ ბიზნეს გებდი ხელს მაგრამ ის რომ დირექტორად უჯერდი და ჩემს მიერ შექმნიან ბიზნესში მუშაობდი და დავხარჯები დროს ეგ გაფიეთ ხოლმე წარმოგვიდგენ სწავლო ბიზნესს სწავლის პერიოდია მან რა ხდება რა ხდება რომ პირველ რიგში ძალიან განმარტ რა ჯერა აუცა ამ ენერგეტიკის და ამ ირბანის ალბათ რა იმიტომ ძალიან ახალი იყო რა იმ დროს უნარი ანუ არ ვიცოდი რომ თვითონ პედაგოგებმაც არის ეს უნარი და პირველი მეწერა ჯავახიშვილის უნივერსიტეტი და არჩევანში ხო და მეორე მეწერა ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი ოღონდ სახე იმონ მეწონა რა მაგისტრატურა მქონდა იმ დროს 3300 ლარი და ანუ რეალური იყო და უბრალოდ სხვა უნივერსიტეტის ჩაწერა ჯავახიშვილის ქვევით ის უბრალოდ არ მინდოდა რა შესაბამისად რაც გამიმართლა ძალიან რომ დამაკლა ქულები და ვერ მოვდი ჯავახიშვილში იმიტომ რომ კონკურენცია ძალიან დიდი იყო ეს ადგილზე 10 ადგილი მივიდა და მოვდი ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში და მან იწყება ალბათ ჩემი ძალადების გაზრდილება იმიტომ რომ ჯგუფში ყავდა ძალიან ძლიერი ადამიანები სახელებს და გვარებს არ ჩამოვთვლი მაგრამ 53000 კაცში სოთი მეორე იყო ეროვნული რეიტინგში მეხუთე 12 ან 58 ვიყავ მე 17000-ზე უფლები კომაროვი კვალანთავები და ნოსეთი და მან რო არ ჩამორჩე ძალიან ის იყო რა ტრეისინგი ასე ვთქვათ რომ არ ჩამორჩე და ამაზე არ გამოჩნდა მე უბრალოდ მაინც რეიტინგში ვიყავი ანუ ეს ხალხი მაძლევდა სტიმულს რომ რაღაც კანი მივეკეთლა მოდიოდაცას რომ იმიცადინებინა რაღაც ის განიცადე პირველი განაცლებით ჩამოდიხარ ანუ რეალობა რო არ არის ისეთი დომასწავლის და უცებ აქ კომაროვი პლასტიკები ინგლისურად ხლავენ რაღაც ამასახელი მომეწონა ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტი რა თორე ანუ არც ვიცოდი ტერიტორიულად სადიო რო ჩავაბარე მე დავიწყეთ გაგიბარო რაღაც სახელი და ფასი რაღაც ვეკითვით მოხდი რაღაცას ვიტყვი მან დიგზები პირველად კონკურენციას ვექთან თუ აი გორში სკოლაში გზნობდი კონკურენციას თუ ეს კონკურენცია მან გაჩნდა გორიდან რო ჩამოხვედი და რო აკაჩდა იმიტომ რომ მე ესეთი მოცინაურა სუპერ კორსტარასთვის ესეთი მოცინაურა სტუდენტი გიყავდა ეს სერიოზული რეისინგი დაიწყო იმიტომ რომ პირველი გაგვეთილი მახსოვს corporate finances 100 გვერდი მოგწეს ერთ კვირაში სასწავლო ანუ სინგიჟი 100 გვერდი კვირაში ერთი ლექცია დარდებოდა ის მომენტები სამი ჩეპტერი იყო 100 გვერდი 500 გვერდი და ეს რა კონდენოპერიშის ლო ინგლისური მეის ვარ ვიცი ინტერნეტი არ მაქვს
ცხოვრობს სპორტ კომპლექსში, იმიტომ რომ ცუბიზეზე რომ ცხოვრობდი, მაშინ ხო ვიჭირდა, მაგრამ 2 წლის მერე როცა ჩავაბარე, მაგ დროს კიდე უფრო ისეთი დაჭიროება მქონდა, რომ ის $80 არ მქონდა, რომ ერთოთახიანი გვექირავ. მაგ დროს კიდე შემოუყვა დირექტორი სკა არის ესეთი ბური ვესტნიქს ეძახიან რა სპორტ კომპლექსი უნივერსიტეტის ქუჩაზე, მაგის დირექტორი იყო ოსაბჭოთა შენობა ეხლა გარემონტდა არენა ქვია. მაგრამ მაშინ ეს ხო მის კაბინეტში ცხოვრობის 3 წელი წარმოიდგინე, როგორი რთული არის, რომ იძასთან მუშაობდა ვერ შედიხარ, როცა გამოდის, ანუ ივანი რაც იყო იქ შვიდი ხოლმე ამ დაკეცილ ლეიბებს გამოვიტანდი, გავშვიდი და სულ ერთხელ ეს მეძინა, ანუ ვერ იშლებოდა რა, როგორც იყო უბრალოდ დავაფინდი ასე ვთქვათ, იმებს და 1000 დღე არ როგორი ეს ვაკეში ჩამოდის აეროპორტ ისედაც არის იქ იყო სასადილო თვითონ სკას ქონდა სასადილო და იქ გორიდან 2 საათის მარაგინი მომქონდა იმიტომ რომ 25 ლარი მქონდა კვირაში 7 დღე ტრანსპორტისთვის, გაჭაპური კოლა-კოლასთვის და შესაბამისად მაქსიმალურად გაწყვეტი იყო თუ რაღაცა მოხარშდი მაქსიმალურად გორიდან მომქონდა და მაცივარ შეინახო. და როგორ ძალიან შეიცვალა ეხა სიტუაცია ბულინგის კუთხით ძალიან შეცვლილია, მაგრამ წარმოიდგინე იმ დროს ძალიან სტერეოტიპული თემა რო აი COVID რო ჩამოდის და არქივაკევერაზე არ იცნობდა მთაწმინდაზე ვიღაცებს და საერთოდ სასწავლში ძალიან რთულია, ანუ ვიღაცას პრობლემა რომ ქონოდა ერთი თბილისელის მომერი არ მეწერა. ვიღაცა ერთი ადამიანიც არ იყო, რომ თბილისელი ყოფილიყო უბრალოდ და იმის მომენტი ქონოდა და მე რაღაც გაიცანი ეს კურსელები რაღაცა საცხოვრობ და აი სკაზე და სკაზე რა სკაში სკაზე აი როგორ ხვდებიან და როგორ რთულია რა ხა ემოციურად თინეიჯერი ხარ გინდა მანქანით გუებს გაეფრანჯო ასე რაღაც ხო ის სტუდენტური ფიქრები რა იგი იმატებდა ბრას კაში რო ცხოვრობდი ჯინს იმატებდა ბრას ანუ კიდე მაგრამ სულ ენერგიაში გადამქონდა რა ანუ არასდროს აი რომ გადამქონდა ენერგიაში რა საკეთე აი რა საკეთებდი იმისათვის რომ ეს ბრაზი გადაგიქცია სამოქმედო ენერგია. თუნდაც მეტი ეცადინეობა, მეტი დაკვირვება, მეტი შრომა, მეტი საკითხვა. მეტი რაღაც მუზეუმი. ანუ სწორედ მესმის ბრაზი კი არის ბოღნიებო. ანუ კი არ ვიბერებოდი what? ანუ უბრალოდ ეს რაღაცნაირ ენერგიას გმატებდა რომ რაღაცები გაგიკეთებინა, ანუ მეტი გემეცადინა და მეტი რაღაცები გექნა, ოკეი. გავ Okay, რიგი მოჩა შენი სწავლის ამბავი? გავვითავრე ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში და მეოთხე კურსზე. მანაც გამიმართლა ძალიან, იმიტომ რომ შეგიძლიათ ხო, არა, ეხლა დავწერდა რა. თავიდან ასეთი რაღაცები გამიმართლა. თავიდან არ მჯეროდა რაღაცა ილბავლის ენერგეტიკების და ბოლო რამდენიმე თვეა და ესე თავყირებით ვადებდა. ხო, კურსამ ყველაფერს და მაშინ ვამბობდი რომ ილბალი არ არსებობს, ილბალს მე ვქმნი. რუს ვიცხოვრობ და არის თინჯერ, არც უბრალოდ კვაც ჩემია და ერთი მეორეს არ გამორიცხავს ალბათ, ხო? კი, და რო იშრობოდა თან გაგიმართოს. იმ დროს კიდევ თუ ვამბობ რა, ისე მიმჭირდა რომ ვიღაც რომ მოსულიყო იმას 500 ლარიან და 400 ლარი თელფას შემოგთავაზებინა და დავტანხმდება. აი, რადგან თქვა 17 წელში ვიყავ მე 12 რეიტინგში ჯერ წაიყვანა TBC in საქართველოს ეროვნულ ბანკმა ჯერ ტოპ რეიტინგი და გამიგმართლა. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა იმ დროს ცეცეკდა ფინანსისტს და უკავშირდა ჩემ ლექტორს რომ იქნებ შენი რომელიმე სტუდენტი მომსერა რაღაც ფინანსური მენეჯერი მინდა და ჩემი პირველი კარიერა იწყება ფიტნეს კლუბის მენეჯერად პეკინზე მეოთხე სართულზე იყო რომ ესეთი დილათო ფიტნეს კლუბ. რამიზეს დირექტორობა. სწავით. რამე? ანუ რომ მივედი, მე რაღაც მოსაწესრიგებელი იყო და რა თქმა უნდა ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტის სომნები და ვიტანე რაც იყო გასაკეთებელი პიანოები, ბალანსები, ისე
რეპორტინგის ფორმა, რაღაცა კალკულაციები, MPQ-ზე დასასრულად რა არის საჭირო და ნუ გამოვიჩინე ხარო პირველ 10 თვეში და შემდეგ მოხდა შეიძლება. ანუ შიგნით არაფერი კონკურენცია არ გაქვს და ისეთი, ანუ ადვილად შეძელი რომ შეიძლება წარმოგეჩინა. ვაიდ როგორი იყო დირექტორობა შენთვის პირველი გამოცდილება დირექტორობის? ზუსტად ვიყავ მე, ბუღალტერი და კონსულტანტები და ტრენერი. იმის ფინებდა რომ HR-ი ცალკე, იურისტი ცალკე, ბიზნესისტი ცალკე ის მარკეტინგი ცალკე არა და ნაცვლად პოსტებსაც ჩვენ ვაწოდით. მე ჩემ მეუღლე ანუ ინო არ მუშაობდა, უბრალოდ მეხმარებოდა რომ რაღაცა ეწყო ნაკეცალს შემოხმარებოდა და ანუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ რა. და მაგან გამზარდა სხვა მიმართულებით ალბათ ეგრე რო არ ყოფილიყო, მანდაც გამიმართლა, ეგრე რო არ ყოფილიყო ეს მულტიფუნქციურად ვერ გამვითარდებოდა. შეთავსება მომიწია ბევრი ფუნქციის. ყველა ფუნქციის ამ რაც დიდ კომპანიას აქვს. რაც კორპორატიულ სამყაროში ცოტა კი. ну პრაქტიკულად family business-ში იყავი, პატარა ბიზნესი იყო, ბიუჯეტი იყო შეზღუდული და შესაბამისად სტაფინგში იყავი შეზღუდული. 5 წელი ვიყავი ამ კონკრეტულ ბიზნესმენთან, რომელსაც ძალიან დიდი მადლიერი ვარ, იმიტომ რომ მაგის გარდა მასწავლა ბევრი კარგი და ჩადო ჩემში ინვესტიცია. თუნდაც იყო ძალიან ესთეტიკური ადამიანი და ვიჟენერი, ანუ იმ დროს, როდესაც როგორი ოფისიც ჩვენ მქონდა, როგორც ის იცვამდა, როგორი მანქანაც მას ყავდა და როგორ ბიზნესებსაც აკეთებდა, ყველაფერში იგრძნობოდა ხარისხი და ჩემი თემა გააძლიერა, კი. შეგიძლია თქვა, რომ პრაქტიკულად შენი დავიცი ბიზნეს რომ მოდელი გამოჩნდა პირველად შენ ცხოვრებაში. კი. ანუ ვიზეც გავიჩნდა სურვილი, რომ აი რაღაცებს ამისგან წამოვიდა. კი. რა ქვია პიროვნებას? გიეგეცა. გიეგეცა. მე არ ვიცნობ. ოკეი, მოგითხვა გიეგეცა. ის მან რა შენ ამდენი წამოიღე მაგისგან მოდესმე ისაუბრია მაგას. კი, დღემდე მეგობრობ და გვაქვს ხოლმე საუბარი მაგ თემაზე და სულ ახსენებ რომ ადრიელი. რა მოხდა მე? მე უკვე რაღაცები შეიცვალა ქვეყანაში, თვითონ გიას მოუწია წასვლა უკრაინაში, დღემდე იქ იმყოფება და უკვე იწყება ჩემი დამოუკიდებელი ბიზნესი, როცა ერთ-ერთ სუფრაზე გავიცანი ინვესტორები, უბრალოდ ვისხედით, საუბრობდით რაღაც და მათ უკვე დიდი ბიზნესი ჰქონდათ დაწყებული საქართველოში და მითხრეს რომ ჩვენ ვართ ინვესტმენტ ფანდი და თუ რამე კარგი ბიზნესი იცი და გეგულება წარგვიდგინე იდეა და მოდი გავაკეთოთ. იმ დროს ის თავდაგისმენ ისინი მოჩეთ. ჩემი მეგობრები არიან. ანუ ჩემი მეგობრები კი, ანუ შემთხვევით არაფერი არ ხდება ჯერება და კაი. ანუ ერთ-ერთმა ჩემი მეგობრის მეგობარმა მიწერა რომ აი ჩამოდიან და უბრალოდ მან კომპანიების დარეგისტრირებისთვის სჭირდებათ იურისტი, სჭირდებათ ფინანსისტი, იქნებ დაეხმარო პლუს აჩვენო ქვეყანა და 1-2 ადგილას წაიყვანო. იმ დროს მე და ჩემი მეგობრები ცალკე ცხოვრობდით დამოუკიდებლად. საკმაოდ კარგად ქონდა მოწყობილი ეს სახლი, უკვე ფინანსურად დამოუკიდებელი ვიყავი და მან იყო ხოლმე ძირითადად მეგობრები მაგდროს შოულებთან ცხოვრობდნენ და რაღაც ჩვენი სახლი იყო ხოლმე შეკრებების. ანუ იმ მენეჯეროვმა პოზიციამ ჯიმში მოხდა საშუალება რომ უკვე მიაგიღიდა? კი. ნუ რა თქმა უნდა 15 წლიანი იპოთეკით, მაგრამ ნუ უკვე ფიქსირებული თან იმ დროს იყო ძალიან ხშირად ხელზე აღებები რა და ნუ გიას პრინციპები ჰქონდა რომ ხელზე აღება არა ყველაფერი დამჭირვალედ ჩარიცხვით ზუსტად იმ თანხის რაც მქონდა და არა ის რომ ნახევარი დავაფიქსირე. ოკეი, ანუ თეთრი შემოსავალი. კი, თეთრი შემოსავალი რო იყო უკვე ბანკი გამოყვა იმაზე რომ 15. ანუ იპოთეკით გაქვს ნაყიდი პირველი სახლი. კი. და ინვესტორებიც მოვიდნენ ჩემთან სახლში და მანდ მოხდა ეგ თემა, ჩავიწერეთ ნომრები, გავცვალეთ, მე წავიდგინე. ხედვა და მაგას ჩემი ხედვა იყო რომ ძალიან ვითარდებოდა საქართველო ტურისტულად, ძალიან ტურიზმის სულ ხედავდი როგორ აღმოცენდა ძალიან ბევრი სასტუმრო, კაფე, რესტორანი, ხედავდი ამ ტრენდს. და მაშინ გაჩნდა იდეა რომ მოდი
გავაკეთოთ სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც სასტუმროებს მომარაგებს, იმიტომ რომ ჩვენც რამოდენიმე შესაძლოა დავჭით, სულ პირობითად საუზმეზე იყო იმერული ყველი, სულ რაღაც. არიან ადამიანები, რომ უნდა თქვა გაუდა ხო, ან შედარი და გასაშვეშოურები არიან სხვა სასტუმროებში. ხო, ან ორცული კარგი არის და პირველი ჩვენი მერჯი რო შედგა პარტნიორობის მანდაც გამიმართლა, რომ პროფიტი არ გია, რომელსაც პირდაპირ გამიფორმოს კომპანიაში 50%, რომ დავაი საქმე შენ, თანხა ჩვენ და ანუ შენ ფული არ ჩაგიგია პირველში ბიზნესში. ანუ იმ ხალხმა დაგიფინანსა ბიზნესი. და შენ ცოდნაში და მოძრაობაში მოგწეს 50%. მაგარი დილი. და გამიმართლა, რომ მარტივი ვარ ამ ადამიანების. ოკეი, მინდა არ დავაპაუზოთ ცოტა ხანი. ძალიან საინტერესო ხვევია, მოსყოლთან დეტალურად ხვევი და არც მიწევს კითხვების დასმა ბევრის და მაგლიერება შენი რომ შენ საკმაოდ კარგად დეტალურად შედიხარ რაღაცა თემებში. მეც გამختار ვარ ბიზნესში ესე მე ვიზახი პარტნიორი დამსახურებით, არა კაპიტალით, არამედ დამსახურებით. ანუ ეს დამსახურება შეიძლება იყოს ინტელექტუალური კაპიტალი, შეიძლება იყოს ცოდნა, შეიძლება იყოს კონტაქტები, ხო, ბევრნაირი სხვადასხვა ტიპის კაპიტალი არსებობს. აი ამ წელიწადში სადაც 50-50-ზე შემოგთავაზე, როცა ფული შენი არ არის. ხოლოდ იღბალია, თუ რაღაცა სხვაც არის მაგ. ქარიზმა, ღირებულებები, პროგრამები, როგორ არც მომნებ, რას ხედავენ შენში. ესე მგონია. რა არის ის ღირებულებები, რომელსაც არ დათმო სამი მაინც მომიტყვი. ანუ ღალატი, არადროს არ უყალატ ეხლა ადამიანს, არადროს რაც არ უნდა. ანუ ეს გულება? იმიტომ რომ გამივლია ბევრი ფრუსტრაცია, როცა მიღალატეს და ვიცი, ეს ტრამვათა ჩარჩენილი და შესაბამისად რამაც მე ტრამვული ვაყენა, ანუ იმას არ გავუგედებ სხვას. ღალატი, რომელსაც არადროს არ ვიზამ, ძალიან ვისწავლე ამ ბოლო დროს სიტყვის ფასი, ანუ შეთანხმებას თეორს რო ჩამოვართმევ ადამიანს, რომ არა, იმიტომ რომ საქართველოში ცოტა გაუფასურებულია სიტყვის ფასი, ანუ ძალა არ აქვს. ისინი ირდებიან ისურიან. ხო, გამოსულა სიტყვის კაცი. ანუ ხო არის ესეთი, ანუ ყველა ხო არ არის, ანუ ეს ინტეგრიტი, ანუ მთლიანობა ჩვენი ენაში არსებობს როგორც ტერმინი და ეს სიტყვის კაცი. ეს მსუხაროდ ხშირი არის, როგორც მეუღლები. შენი გამოცდილებითაც არ არის ხშირი, რომ ადამიანი თავის სიტყვას პატივსცემს და იცავს. ხო, ანუ გაუფასურებულია, ალბათ 100 სიტყვიდან 99 არ სრულდება. შენ თავისუფლება ახსენებ სამჯერ. თავისუფლება განმორიცხულია, რომ დავთვალო. თავისუფლება არის ალბათ ის თავარი მოტივი, რაც ვახსენე უკვე წინა საუბარში, რომ დამოუკიდებლად რაღაცები მეკეთებინა რა, შესაბამისად პირდაპირ კონექშენი აქვს დამოუკიდებლობას იმ გზასთან, რაც გავიარე შესაბამისად. რა არის თავისუფლება შენთვის? თანიხა კონტექსტუალურად ზამთრშოვანი სიტყვა. როცა ხარ რეალიზებული, ანუ სრულად რეალიზებული და არ ხარ გარე ფაქტორებზე დამოკიდებული, რა. როცა გრძნობ შინაგანად, რომ აი 100% შენ თავს შენ ეკუთვნი და ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ ქმედება უკავშირდება არა იმ გარემოებებს, რომ ესე უნდა ქნა, ან ესე გიწევს. როცა ხვდები, რომ შენი ძალიან საინტერესო განმარტება თქვი შენ თავისუფლებას. სახასუად რეალიზება. როგორ გონია, შეგვიძლია ჰოსპიტალიტიში გლობალურ რუხაზე კონკრეტები ვიყოთ? კი, იმიტომ რომ გვაქვს ეს ყველაფერი ავთენტურად, ანუ კი არ ვიგონებთ, რომ ვიყოთ კარგი სტუმართი მოყვარე ხალხი. ვართ, ანუ შინაგან. უბრალოდ როგორც ჩემ კინოში და ჩემ ახმაში გიზიარებ, იმიტომ რომ არ ვარ პოლიტიკაში სრულიად აპოლიტიკური ტიპი ვარ და არც წინა მთავრობის არც ახლა არ ვერევი რა, ჩემ ბიზნესს ვაკეთებ და მივდივარ ჩემი გზით. უბრალოდ რადგან კითხვა იყო, რომ იყო როგორ დასიზავდი, როგორც ბიზნესში ხარ, როცა დავიწყე ძალიან ბევრი კომპანია საერთოდ რა არის mission, vision, strategy, DNA კომპანიის არც ვიცოდი რომ საჭირო იყო რა. თუმცა გასტრონომმა დადო რაღაცა განცხადება, როგორც მე მახსოვს, მაშინ კანონთან დაკავშირებით, ანუ კომპანიამ თავის პოზიცია გამოხატა, ანუ
თავის დროზე მე მაკითხვა შენთან ეს კომპანიის პოზიცია და არა შენი პირადი სწორედ მესმინება თუ ეს არის მთელი გუნდის პოზიცია, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ სანამ საერთოდ COVID-ი მოხდებოდა და სანამ საერთოდ ომი იქნებოდა და სიტუაცია დაიძაბებოდა 2019 წელს შეიქმნა გასტრონომი, როცა არც პანდემია იყო, არც რუსეთ-უკრაინის ომი, არც დაძაბულობა არაფერი და იქიდანვე მთლიანად ევროპულ პროდუქციას და ამერიკულს და ავსტრალიულს და ასე შემდეგ ვიყიდა. ოსტსაბჭოთა სივრციდან არც ერთი პროდუქტი არ ყოფილა რეალიზაციაში 5 წლის განმავლობაში. ერთადერთი ხელი იყო რაღაც პერიოდი წითელი ხიზილალა, იმიტომ რომ აღიაროთ რუსები მაგრები არის ხიზილალის კულტურაში, მაგრამ როგორც კი ომი დაიწყო და პირველი ბომბები ჩამოვარდა, ის ერთი პოზიცია ხიზილალაც ამოვიდეთ გაყიდვიდან. შესაბამისად, ჩვენი DNA როგორც კომპანიის ისედაც არის რომ არა რუსულ პროდუქტს და არა ისეთ პროდუქტს, რომელიც პოსტავს, იმიტომ რომ სტანდარტი და სტაბილურობა არ არის ისეთი როგორც ევროპულში. შესაბამისად, ჩვენი DNA თავიდანვე ეგ არის და ავთენტური პოზიცია ეს ისედაც ჩვენ. აი ამ ქვეყანაში რომელშიც ვითარდება ჰოსპიტალიტი და ვითარდება განათლება. დაუშვათ და ვიღაცა მოვიდა და შეგვისმინა და მოიპარა ან უბრალოდ მოგვისმინა, მოიპარა ცუდი სიტყვა. მოისმინა ეს იდეა და განახორციელა. აი ესეც საქართველოში შენ ბიზნეს ჯგუფს რა როლი ექნება? მე როგორი საქართველოს წარმომიდგენი ან უკვე გაკეთებული ვარ ჩვენ გუნდში, ან ჩვენ ჰოლდინგში. რას გულისხმობ? შეგიძლიათ ცოტა დამოუკიდებლად? ან ჩვენ როგორც როგორც სამსაქმებელს ზუსტად ისეთი შიდა კულტურა გვაქვს შექმნილი მთლიანად ჰოლდინგში, რაც იდეაში ევროკავშირში შევიდეთ და გავხდეთ ნატოს წევრები და ევროკავშირის, ანუ უკვე ის სტანდარტები გვაქვს, რაც იქნებოდა ყველას. კონკრეტულად მითხარ რა სტანდარტს გულისხმობ? შრომის უსაფრთხოება, 40 საათიანი სამუშაოს დაცვა, საათობრივად, ანუ ყველა სტანდარტი და კანონი რაც არის, სისუფთავე, უსაფრთხოება, ანუ საერთაშორისო სტანდარტებს გულისხმობ, რომელიც ჩვენთან ინერგება ევროინტეგრაციის ვალდებულების პარლამენტში. ყველა მიმართულებით იქნება ეს HR მიმართულება, უსაფრთხოება თუ სანიტარული ნორმები თუ რაღაც, ანუ უკვე ზუსტად ევროპა როგორც გადის ამ პროცესებს იგივე გვაქვს ჩვენ. შესაბამისად, ან ჩვენ ნაწილში, რადგან ევროპული ღირებულებები გვაქვს, ეს უკვე განხორციელებული გვაქვს, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია ვთქვათ ჯანდაცვის სექტორი, იმიტომ რომ ბევრჯერ იყო რომ ჩემს შვილებს შეექმნათ პრობლემა მოგვიზეა ემერჯენსიში და რაც ხდება განადაპყრობენ. ან ეგ ძალიან ტკივა, რომ იქნეს ნიუსია ჯანდაცვა. სელმისი მომსახურება შეგნება სტანდარტი ძალადობრივ კონტექსტ. და ვისურვებდი რომ როგორც ჩვენ ვფიქრობთ ჩვენი მიმართულებით, ისე არის ძალიან ბევრი კარგი ჯგუფი არ ჩამოვთვლი, ვინც ჰოსპიტალიტიში დადეს ეს, მაგრამ ისე პრესია არიან საქართველოში. თუმცა კავშირგაბმულობა საკმაოდ ნაბალ დონეზეა, ხო, ან უქნილობა, ბანკები, ან როგორც ყველამ თავისი მიმართულებაში რაღაცა სტანდარტი შემოიღო, ესე ვისურვებდი, რომ ყველა მიმართულებაში იყოს. ხო, არის სფეროები, რომელიც შენ შემოთვლილი ზოგი სფერო ძალიან მკაცრად რეგულირებულია, სამედიცინო სფერო მათ შორის და მან შეიძლება რეგულაციის და რეგულაციის საკითხი მეიყოს და ბევრი სხვა კიდე, რომელიც შემოდის სოციალური თემას არის, სხვა, ანუ მაგალითად კერძო სექტორს მგონია, რომ მარტო კერძო სექტორის მისწრაფებები არ არის, ალბათ უფრო კოოპერაციაზეა სახელმწიფოს და კერძო სექტორის იმისათვის, რომ რეალურად ეს სფერო გამვითარდეს. თუმცა ჩვენ მაგაზე არ შევიკრიბებთ, მაგას თავის სპეციალისტები ხართ, აუცილებლად მოვიწვევ სასაუბროდ. მაგრამ შეგვიძლია გავიგონოთ, რომ შენ თქვა, რომ ჩვენ ქვეყანას არ აქვს ჯანდაცვის მაღალი სტანდარტები. ოკეი, გავიგონოთ. მოდი დავუბრუნდეთ შენ მოლაპარაკება 50-ზე. ან როცა ვფიქრობ საქართველოსთან წასვლაზე, იგორი თემა არის გადამწყვეტება და ბინზურებული ჰაერი და საცობები, იმიტომ რომ არ შეიძლება ყველა კანდიდატი იყოს. არა, გადაწყვეტილება? ჩემ. და მანქანებს რა უყოთ და ამ საცობებს?
იმედი მაქვს რომ შეიცვალა. ხო, ალბათ ევროპული რეგულაცია რომ რაღაცა წლების მერე მანქანები არ უნდა იყოს გარეთ, ალბათ ეგ რეგულაცია უშველის, თუმცა ამასაც at least იმპორტი უნდა დაიგოს. მოკლედ ხელისუფლების თავრობის ლეგიტიმაციის საკითხი არის, რომ ალბათ ეს მარტო პირველ თემში, პირველი 4 წელი რომ მოდიან და ჯერ კიდევ რეიტინგი რო აქვს, მაშინ შეუძლიათ მოერიან ასეთ რეფორმას. თორე ეს სოციალური issue არის, იმიტომ რომ ღარიბი ქვეყანა ვარ და ძალიან ბევრი ადამიანს ყავს ძველი მანქანები, ეგ ვარ. ხო, მაგრამ ისე გვეგონა რომ თქვა, აბუეცას არ გადავიჭერით და რაღაც, მაგრამ ადვილად ვითვისებთ ქართველები და თავარია იყოს გადაწყვეტილება და ქართლა ნება და გადაწყვეტილება. ანუ ეხლა რომ გამოვიდეს გადაწყვეტილება, რომ თქვა 2014-ის ქვევით ვეღარ შემოვა მანქანა. გამოვა ქუჩებში, არავინ შეიძლება გამოვიდეს, შეიძლება არ გამოვიდეს. იმიტომ რომ ისინი რამდენია 2014-მდე მანქანები? არა, 2014-ის ქვევით აღარ შემოვა. არა, მომავალში. მომავალში. კი არა, იკრძალოს. არა, თუ აკრძალო რომ აღარ გამოვიდეს ქუჩაში, რა თქმა უნდა რომ გამოვახალთ. და ვამბობ რომ ეს ანუ როგორც მარჯვენა საჭიანი მანქანები რო აიგზავნა და აღარ შემოდის რა. რაღაცა დროის განმავლობაში გაიგო ეს ავტოპარკი. შენ ერთი ორჯერ ახსენე მეორე. პირადი ურთიერთობის ამბავი ნაკლებად მაინტერესებს, არ არის ამ პოდკასტის თემა. მე მაინტერესებს მინოს რა როლი აქვს შენ ბიზნესში. და უზე მეტი აქვს ამ ჩემი თავარი მოტივატორია და დასაყრდენ. ვერ შევაფასებინდენ მშოვანი ანუ ერთ-ერთ წელი ერთად მოვიდივართ ერთად გავიარეთ ბევრი ტრაგედია, ბევრი წარმატება ძალიან რთული გზა ვიარეთ რა შესაბამისად ჩემთვის არის ძმაკაციც, დაქალიც, მეგობარიც, მესაიდუმლეც, დასაყრდენიც, ამოტივირებელი ძალაც, ყველაფერი. ძალიან გასაოცარია ესეთი განმარტება ადამიანისგან, რომელსაც ბევრი დამოუკიდებლობა აქვს მოპოვებული, მაგრამ ასე საუბრობს პარტნიორის. ნინო გაძლევს თავის უკავშირს ან მოსაზრებებს ბიზნესზე და უსმენთ თუ არა მოსაზრებებს. და რა როლია? ერთად ვთქვით ყველაფერს, ერთად გავაკეთე. სახელიც თქვა ჩვენ მოვიფიქრეთ გასტრონომია, ლოგო მინიმუმ გააკეთა კანოა კომზე თავისი. ეხლა როგორც არის, არ მქონდა ლოგისტიკური ბრენდინგი. დაგვიკვეთა ვინმესთვის და ერთი-ორჯერ რომ მითხრეს რომ ვინ მოგიფიქრა სახელი და ლოგო მომეცი, ანუ ვეუბნები არ გიმალო, ანუ ჩვენ გავაკეთეთ რა, ხალხს გონია რომ ამ ნინოს აკეთებულია? არ ვიცოდი. კანოა სახელიც? სახელიც ერთად მოიფიქრე. ხო, სახელი ერთად მოვიფიქრე და კანოა კომზე ნინო მარასტონშია. რანაირად ახერხებ ამ დაკავებულობის ფონზე ორ შვილთან ურთიერთობას? რამოდენიმე თვეა, რაც შედარებით დავიწყე მათთან დროის გატარება. თუმცა მივხვდი რომ ძალიან დიდ უფროს გოგოსთან ანასთან დამექცა იყო 5 წელი რომ ბავშვს საერთოდ არ ვიცნობ. ისე გავდიოდი, ეძინა, მოვდიოდი ეძინა. მამას ჩათვლე არ იცნობდა და ხელსაც ამკიდებდა ხოლმე რა. თქვა გზაზე გადავდივარ. ჩემთვის მიატიროდა ბავშვობაში, მე რომ მოდიოდი, სხვა კაცი ვერ ვადი. მადლობა. დიროდა და ასოს ხათუნა ეუბნება რომ შვილია, ნუ ის მამაა, შენი მამა, ანუ ეგეთი ხო მესმის და კარგი. ძართულია რა, მამისთვის შვილი რო ხელს არ მოკიდებს რომ გზაზე გადადიხარ და მაგათაიყვანო და არ გიგებ. რამ გადაგაწყვეტინა, რამ გადაგაფასებინა ეს ყველაფერი, რატო დაიწყე ურთიერთობა შვილებთან ამ მოხდა? მივხვდი რომ არ უნდა გადაუყვება კარიერას და ბიზნესს. რაც უკრუშვალები უნდა ნახო რა. იმიტომ რომ მე თვითონ კრიტიკული ვარ რა ხარისხზე, რაღაცებს რაც ჩამოვთვალე და რა თქმა უნდა ზუმაუთი რო გააკეთა და დავხედო ჩემ თავს, ანუ მარტო პროექტები და ბიზნესი და რაღაც ამ ასე ვთქვათ რეისინგში არ მინდა რომ ვიყო რა მთელი ცხოვრება და ისე გაიზარდონ ბავშვები რომ მე რამე კონკრეტული მოხდა რამაც გადაგაწყვეტინა, რამე ივენთი ხო არ იყო რამაც აი დაგაფიქრე და გადაგაფასებინა ის ყველაფერი. თუნდაც ის რომ ხელს არ მოკიდებს რომ გადავიდეთ გზაზე და ამბობს რომ მე დედიკომ გადამიყვანოს რომ ჩემთვის იყო ალერტი და რომ რა ხელი შეგაუწოდა შენიდან ხო და არა დედამ თუ არ გიცან 5 წელი წამოვიდგინე ძალიან უცბად კეთილინებად როშვილი არ გინდობა რომ არ გიცნობს საკმარისად რომ გზაზე გადაგატარებინოს და შესაბამისად მე უკვე ამის მერე უმცროსთან
ძალიან აქტიურად ჩავერთე და ვატყობავს 1%-იც არ აქვს ჩემზე მე აგრესია იმიტომ რომ 2-3 წლის იყო რომ ჩავერთე და უკვე ძალიან შევცვალე კატოსთან მიდგომები. ანასთან ძალიან დავალაგე, ძალიან დავმეგობრდით, მაგრამ მაინც გრძნობ, რომ რამდენი ის იყო კატონ და შეგო დაიწყო ამასთან ის ახლობლივი კაცი. ბორის. ანუ ძალიან ბოლოს 3 წელია ჩავერთე. ერთი საკმაოდ სენსიტიური კითხვა უნდა დაგისვა. შენახსენე რომ მე და ნინო გადავიტანეთ ბევრი რამ, მათ შორის ტრაგედიას. და ის ტრაგედია, რომელიც თქვენ ერთად გადაიტანეთ, რომელსაც შვილის დაღუპვა ჰქვია, ბევრ წყვილს შლის პირიქით. ბევრი მაგალითი არის, როდესაც წყვილები შორდებიან ერთმანეთს და ვერ გადააქვთ ესეთი ტრაგედია. შენდანინამ შეინარჩუნეთ ერთმანეთი, კიდევ ორი შვილი გააჩინეთ, ბიზნესი შექმნით, პროექტები და პირიქით დაახლოებით. ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს, რომელსაც ეს ტრაგედია გადატანა. როგორც ფაქტი, მაგრამ აქვს გადატანილი ემოციური და ვერ აგრძელებს ცხოვრებას და იტანჯება ამ შვილის არყოფნაში და გლოვაში. მე მაშინთან კითხვა, როგორ შეძენით შენ და ნინო ამ ტრაგედიის გადატანა დაახლოება პირიქით, ნაცვლად და შემერავ. პირველ რიგში ვინც არის ეს ისტორია ჩემი ხელიდან გადამივარდა რა, მესამე სართულზე 9 აგვისტოს თვე იყო და სტუმრად სადაც ვიყავით ნინოს დედასთან. მის ბადი რომელიც ეკეთა მეგონა რომ იყო მყარი შესაბამისად შედარებით სულუქად მეჭირა წელში ჩემი პირველი შვილიდან ხელები რო დაარტყა უცებ გამომეცალა ხელიდან რა შესაბამისად რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო ჩემთვის იმიტომ რომ ოთახში სადაც ვაძინებდი ანუ რო გამოსულიყავი რა მithქვა არ ვიცოდი რა ძალიან რთული მაგრამ ავიყვანე თავი ასე ვთქვათ და ვიმუშავე ძალიან ბევრი ფსიქოლოგებთან რა იმიტომ რომ ფსიქოლოგი გარეშე ძალიან რთულია რა ეს ყველაფერი რო გადაიტანა შესაბამისად ისე ვიმუშავე რომ ნებისმიერი სირთულისთვის დღეს ძალიან თქვა რა იმიტომ რომ მარტო ის კი არ მოვინერე და იმაზე კი არ ვიმუშავე მე ვხვდი რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და შეიძლება კიდე მოხდეს ანუ ის არ არის რომ ერთზე გაჩერდება შესაბამისად ჩემთვის საკმაოდ რთული იყო რომ ჩემ თავზეც მემუშავა მის გამომეყვანა ჩემი თავი ამ კრიზისიდან და პლუს ნინო და მშვიდებიდან ძალიან რთული გზა ვიარეთ მაგრამ ვიარეთ როგორ გაიარეთ ეს გლოვა შენდა ნინო როგორ შეძელი ნინოს შენარჩუნება როგორ გაიარეთ ეს გლოვის კორიდორი რომელიც ალბათ გექნებოდა რაღაცა პერიოდი ორივეს პირველ რიგში სანამ ფსიქოლოგთან დავიწყებდი სიარულს, 2 კვირა გავიდა დაკრძალვიდან და ნინოს ვუთხარი რომ ცხოვრება გრძელდება და ალბათ იმის წელზე კორცონში ვიყავ სადღაც შეგვიძლია და იქ წავედით. ვიყავ გრძელდება. დაგითანხმა? კი, დავითანხმე და 2 კვირაში წავედი და მეთქვი, ან შევიდეთ მთელი ცხოვრება ამ ტრაგედიაში, ან ვაგრძელებთ. ან გააგრძელო უბრალოდ ფიზიკური ცხოვრება თუ სულიერად მკვდარი ხარ აზრი არ აქვს ჩვენს მანდაც პერფექშენისტი ვარ და ნუ თქვი რომ არის რა აზრი აქვს ეგრე გაგრძელოს თუ თქვენ დავამე ყველა თითო ჯიქის დალევაზე უნდა იტირო აფლავზე ახვიდე რაღაცა აზრი არ აქვს მის ცხოვრებას ხო და ნუ ვთქვი რომ ეს იქნება სულ მაგრამ ტრაუმა, მაგრამ არა ისე რომ ამის რეფლექშენი მოხდეს ამ ბიზნესზე, ან აგრესიად, სხვა ადამიანებზე გადატანის. იგი გადაწყვეტილება რომ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. და მე ნინოს შეთავაზე სწორედ გავიგონე როგორ შეთქვე? კი და უნდა გაგრძელდეს ხარისხიანად, თუ ამ აგრესიას ვერ ინელებ და გადაგაქვს შენი ხასიათით თუ მიდგომებით კოლეგებზე, თანამშრომლებზე და მეგობრებზე და საზოგადოებაზე, პარაზიტი ხარ, მაშინ ანუ
ტოქსიკურ გარემოს ქმნიდა, ამიტომ მივხვდი, რომ თუ საუბრობთ ცხოვრების გაგრძელებაზე, უნდა გაგრძელდეს ხარისხიანად. შინაგანადაც სუფთავი უნდა იყოს შინაგანადაც. როდის მოხდა ეგ? გაცნობების დაფუძნებაზე 15-ში ვაყო ასტრონომიის დაფუძნება. ანუ შენ ხარ მაშინ მენეჯერო პოზიციაზე? ჯერ კიდევ. არა, ეგ 2015 წელს გავაკეთეთ კომპანია ჩემ პარტნიორთან ერთად და დავიწყეთ ხორეკა სადისტრიბუციო. ეს მანამდე მოხდა, სანამ მაისში კომპანია გავაკეთეთ და თანხა ჩარიცხეს და აგვისტოში მოხდა ეგ ანუ სამ თვეში და ნუ მაგას რთული იყო ეს პირველ სახალ პარტნიორებთან. რომ ეს ყველაფერი არის სახული ყოფილოს ბიზნესზე და მათი მედგაცრუებაზე და ფილოსოფიაზე. ის ყველაფერი რაღაცნაირად დავაკაფსულირო და ეს თემა ვიცი რომ სადმელი არ არის შემდგრის სასწავლო მადლობა პირველ რიგში მივაფასებ რომ ღიად ლაპარაკობ ასეთ გრძნობიერი თემაზე. და ვიცი რომ შეიძლება ყოველთვის ეგრე დარჩება. როდესაც სხვა შვილები გავიჩნდათ. ამ რაღაცნაირად გაშალა ცხოვრება, ანუ გაგატანინა შინდენინოს ეს იყო ფაქტორი თქვენ ერთად დარჩენაში და ის რომ ეს ასეთი ტრაგედია გადავახიდეთ. რა თქმა უნდა ძალიან დაგვეხმარა ანას მოვლენა სამყაროში და შემდეგ უკვე კატოსი. ძალიან დაგვეხმარა და მადლიერი ვარ განგების მოერთის და ასე შემდეგ რომ ესე მოხდა თორე ძალიან გაგვიჭირდებოდა რა ეს ყველაფერი არის მიქსი ფსიქოლოგების ჩვენი ამ განწყობის რომ არ უნდა ვიყოთ სხვებისთვის ტოქსიკური და რაღაც სისუფთავი უნდა იყოს ჩვენში არა ტრამვები და ასე შემდეგ უნდა იყოს მონელებული და პლუს ეს არ უნდა იყოს გადაცემული სხვებზე და ამის მიქსით მოვედით აქამდე ფსიქოლოგები ჩვენი შინაგან გადაწყვეტილება ბავშვების მოვლენა სამყაროში და ყველაფრის მიქსიმალურად უნდა ყოფილა ჩვენ. მე ვიმედოვნებ რომ ბევრი ადამიანისთვის ვისაც ამგვარი ტრაგედია შეხებია ცხოვრებაში, რომელსაც შვილის დაკარგვა ქვია, დროული დაკარგვა არ არსებობს. და ასაკსაც მნიშვნელოვანია. არა აქ მხოლოდ ის ტრაგედია და იმედოვნებ რომ გიორგის და დინოს ამბავი იქნება ბევრისთვის შთამბეჭდავი, რომ ადამიანებს შეუძლიათ ეს ტრაგედია გაიარონ ერთად, არჩნენ ერთად, გაძლიერდნენ და ნინოსაც მინდა მადლობა გადავხადო ასეთი თანადგომისთვის. გიორგი, მე მინდა რომ დაუბრუნდეთ 2015 წელს, ხო? როდესაც შენ შეხვდი, ანუ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ივენთი დაემთხვა ერთმანეთს, როგორც მე მივხვდი, შენთვის ძალიან კრიტიკული იყო ეს 15 წელი. როდესაც შენ უცხოელ პარტნიორებთან ერთად აფუძნებ ბიზნესს, გემართება ტრაგედია, გამოდიხარ ამ ტრაგედიიდან და რეალურად ფოკუსირდები ბიზნესზე. რა მოხდა შემდგომ? ანუ დაიწყეთ სადისტრიბუციო კომპანია. ზუსტად დავიწყეთ ორმა ადამიანმა. ეს ჩემმა ძმაკაცმა ისტორიასთან სწავლობდი ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში და იქ ორკაციანი კომპანია. ჯავჯავაძეზე ვიქია სახლი, ერთი ოთახი, 30-35 კვადრატი და იქ იწყება ყველაფერი. ორი ადამიანი ვიყავით ძალიან დიდი ხანი, რომ მაშინ იყო იმის ფუნებს დარავ. აქაც ანალოგიურად სტარტაპულ ბიზნესში გავიმართა სრული კორპორატიული ხე და აბსოლუტურად ყველა დეპარტამენტი შეგვიყვება. დაახლოებით წელიწადი ვიყავით ორი ადამიანი. ის პარტნიორი არის. არა, ისინი საერთოდ არ იყვნენ. მათთვის ეს იყო ერთ-ერთი ბიზნეს მიმართულება, რომელშიც ინვესტორები იყვნენ და აღებდნენ საერთოდ. ინვესტიცია მოიტანეს მარტო თუ ინვესტიცია და კონტაქტები? არა, მხოლოდ ინვესტიცია. მარტო ინვესტიცია. არა, ჩვენ წავედით გამოფენაზე, ავარჩი ბრენდები ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან დიდი ხანი თავიდან 5-6 პროდუქტით ვიყავით ჩემო ფარგლოვი და რა
ამ ხელა პორტფოლიო არ ქონდა, რა თქმა უნდა, თავიდან დავეწყეთ რაღაც 4-5 სახეობის. ეს 4-5 სახეობა პროდუქტისასაც ახსენებს, შესწავლილი ქონდათ ბაზარი თუ თქვენი სენსით არჩიეთ თუ რა იყო? კი, ბაზარი შევისწავლეთ, რამოდენიმე სასტუმროს შევხვდით, გავიგეთ მათი მოთხოვნა რაც იყო და მაგდროს სასტუმროები არის ხო გახსნით? ანუ უკანონობა იწყება. კი, რამოდენიმე სასტუმრო იყო, როგორც ტრენდული, ისე არატრენდული. და დავიწყეთ მახსოვს ორაგულით. დღემდე მიკიდია 3-4 სურათი ორაგულის როგორც თილის მათი, იმიტომ რომ ეგ იყო ჩვენი გადამრჩენელი პროდუქტი, რომელიც საკმაოდ მაღალი ხარისხის ჩამოვიტანეთ ნორვეგიიდან და საკმაოდ მოკლე პერიოდში მოიპოვა პოპულარობა, იმიტომ რომ ბაზარი გაჯერებული იყო უფრო მაღალი ხარისხის ორაგულით, ხშირად ჰქონდათ წვეთები სხვა დისტრიბუტორებსთან, ჩვენ შემოვიტანეთ ისეთი ტოპ ხარისხი, მაშინ რომ ვეტერინარმა რო გააჩერა ფოჩი ეს კონტეინერი და თქვა რომ 20 წელი აქ მუშაობდა ესეთი სუნთა ყინულის გარეშე და ესეთი ცხიმით, თევზი მე არ მინახავს 20 წელი აქ მუშაობდა. მანდაც ანუ ახლა ის უცნობა ბავშვობაში რომ ხარისხთან მიხნება შეხება. რამოდენიმე სახეობის ყველი შემოვიტანეთ გერმანიიდან და ორა. გეხმარება ამ დროს შენი მენეჯერული გამოცდილება, რომელიც შეიძინა მანამდე? რა თქმა უნდა მეხმარება, იმიტომ რომ აქაც გვიწევს ყველაფრის შეთავსება, ჩვენ ვაბაჟებთ, ჩვენ მივდივართ ბროკერებით, ჩვენ ვართ იქ რიგის ნომერს რო იღებ, შეიძლება იყოს 117 წარმოიდგინე და ზიხარ გესში ელოსკენ და ელოდები შენ რიგს. ძოლებთან ერთად რა ის საერთოდ ძოლები, იმიტომ რომ ეს თუ მაგალითად გვიწერია უკვე ეს პროგრამა საბოჟოს და ჩვენი ბროკერი ყავს და საერთოდ აღარც მივდივართ, მაშინ უშუალოდ რიგში ჩვენ ვიყავით დოკუმენტებით ჩვენ ვაბაჟებთ. ანუ ქვეყანას განვითარდა რომელსობაში. კი. და ჩვენი კომპანიაც რომ მაგის საშუალება აქვს, ეხლა რომ ვთქვათ თითო დეკლარაციაზე 200 ლარი გადავიხადოთ ბროკერს, მაგრამ იყო დრო არა 4-5 წელი ჩვენ ვაბაჟებთ իրար. 19-ში ავიყვანეთ works the new broker. როგორი იყო შენთვის შენი საქმის კეთება ესე hands-on, ანუ როდესაც შენ თვითონ დადიხარ და ყველაფერი შენ თვითონ აკეთებ. აი რა იყო ეს რა გამოცდილება? 2015-ში როდესაც დავიწყეთ ეს ბიზნესი, რომ გავიდე და ყოველდღე წელიწად ნახევარი 2 წელი უკვე მივხვდით, რომ რაღაცეები უნდა დავედელეგირებინა რა. რა თქმა უნდა, როცა ვამბობ ორ ადამიანს, პლუს იყო რამოდენიმე ადამიანი, ოღონდ არა ოფისში, არამედ საწყობში და დისტრიბუციაში, ოღონდ რამოდენიმე 5-6 კაცი ესაუბრანი. რომ ერთი მანქანით ვაკეთებთ ყველაფერს. უკვე ცოტა რომ გავიზარდეთ და მოგება დარჩა კომპანიაში, ვთქვით რომ ახლა ჩვენ გვერდება მაგარი გაყიდვები, პრისეილერები, დისტრიბუტორები და ასე შემდეგ, ამიტომ რომ გაიზარდოს ეს ჩენელი და მოვიყვანეთ. გამოცდილი ადამიანები მაღალი სახელფასო რეინჯით, მაგრამ შედეგი პირიქით გაუარეს და ანუ ფიზიკურად ანუ არ უდგებოდნენ ისეთი გულით ამ საქმეს, რომ მოდიოდნენ შედეგების გარეშე. როგორი იყო შენთვის გაფაზის გადახდა შედეგების გარეშე? ზართული იყო, იმიტომ რომ გაიზარდა და ხარჯები ადამიანების რაოდენობა და მოდის შვილი გაყიდების ადამიანი თათბირზე და ამბობს რომ აქ შევედით, იქ შევედით, ამის გამო, იმის გამო და ვერ იგებ როგორც დამფუძნებელი რეალურად რახტოვე, იმიტომ იმასაც ხვდები რომ კომპანია რო გაიზარდოს, სულ მე ვიყოთ ან გაყიდვებით, ან მე ჩავწერო პროგრამაში ეს შეკვეთათ, ან ეს შეუძლებელია, ან ფიზიკურად შენ განაბაჟო ჩვენ წერდით ბრენდებს, ან ბრენდ მენეჯერებით ჩვენ ვიყავით, იმპორტის მენეჯერებით, ბროკერებით. ყველაფერი, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი. როგორც კი თქვით რომ მოდი გაყიდვების ნაწილი ჩავიხსნათ ჩვენ თემიდან და ავიყვანოთ ამისთვის ხალხი, სამწუხაროდ ვერ მოხდა, მახსოვს ჩამოვწიე ფერხები, რომელიც შემოლაგებული მქონდა და ვარეშე შემდიხავდა RSG-ს და არივათებდა ამ ზედნადებების რაოდენობა და ბრუნვა. მახსოვს კატალოგი ავიდა და ზუსტად 2020 წლამდე, ანუ არ დამიდია ეს კატალოგი, პირადად მე შევხვდი ნებისმიერ
ქსელს მეგავიგე რა იყო პრობლემა, რატო არ იღებდნენ, რა იყო საჭირო, ხარისხი იყო პრობლემა, ვადა იყო, რა იყო, ფასი იყო პრობლემა, რატო ვერ იღებოდა და სხვა სენსი გამიჩნდა აბსოლუტურად ბიზნესზე, იმიტომ რომ ძალიან რთულია რაღაც აკეთო, როცა არ იცი ვინ არის შენი მომხმარებელი, ხო? არ იცნობდე შენ customers და უბრალოდ შუამავალი გეუბნება უბრალოდ ვერ შევედი ძალიან რთული. ამიტომ დავიწყე პირადად და მთელი 5 ხალხი გავუშვი? ხალხი გავუშვი? მშვიდობეთ ყველას და მთელი 5 წელი შეკვეთების მომდიოდა, რომ აი მხოლოდ მიიღეთ შეკვეთა გავუდა 2-5 პარმეზანი 5 კილო რაღაცა ორაგული 30 კილო და მე ვწერდი ერთი C პროგრამა გვეყენა მაგ დროს მე ვწერდი, მე ვაქტიურებდი და მე უკვე დისტრიბუციას მიქონდა და ასე. ანუ პირველი რაც მე გამომაქვს არის ის რომ მეწარმეისთვის ანუ შენთვის კონკრეტულად მნიშვნელოვანი იყო დეტალებში ჩახედვა და შენი მომხმარებლის საჭიროებების შესწავლა და გათვალისწინება. იმდენად სიხშირეებიც გამიჯდა twin-ში, რადგან ყველა შეკვეთას მივიღებდი, რომ თუ ერთი დღე ვინმე დააგვიანებ და შეკვეთას რაღაცა სენსის დონეზე უგრძნობდი, სადაიკარგა. ისე რომ არ ჩამეხედა ციფრებისთვის. რა კონკურენტული უპირატესობა შექმნილი შენ? პირველ რიგში როგორც აღვნიშნე, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი და პროდუქტი. ეს არის პირველი. მე სანდოობა შევქმნით რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი კომპანია კომიტმენტის შესრულებით, რომ მოვა ამ დროს მიდიოდა იყო რაც ამ ბიზნესის კიდე მაგას შევეხო არის უწყვეტობა რა, იმიტომ ხან გაქვს ხან არა, წარმოიდგინე ხარ რესტორანი, ჩასვი რაღაც კერძი მენიუში, იცი რომ მე ეს უნდა მოგაწოდო უწყვეტად და უცებ არა, რესტორანსაც საქმეს შესაბამისად ძალიან დაბალი რეიტი ქონდა ამ უწყვეტის რა. ოკეი. შეაწყალენაც გვიყიდია და მინუსით გადიყიდია რომ მიგვეტანა კლიენტზე ორიენტაცია, უწყვეტობა, ანუ დაპირების შესრულება, კიდე არის რამე ასე გამიტέρα. და თავარია ურთიერთობები. ოკეი, საინტერესოა. როგორაც სამსახურის გარდა მნიშვნელოვანია რომ ის ადამიანებიც მათი დროის 70% იმ სამსახურში ატარებენ ჩვენს და შესაბამისად ჩვენ ცხოვრების განუხრელი ნაწილია სამსახური და კარგი ბიზნესი გადაიზარდა ასევე პირად მეგობრულ ურთიერთობებში თვითონ გამფუძნებლებთან არაერთი კომპანიის და ასე შემდეგ. ეს ყველას სანდო პარტნიორების გარდა ბევრთან ერთი ოჯახი ვართ. ანუ relationship ტიპი ხარ შენი? relationship-ზე ორიენტირებული ტიპი ხარ? მე ასე ამბობ. Kami, ხორეკას კეთების დროს ისე შენ უშუალოდ ხელმძღვანელობ ამ პროცესს გაკეთების, კომპანია ნანოვა იზრდება და საჭიროება იქ რადარზე გასროლამია. იმართება ძალიან ბევრი საერთაშორისო გამოფენა საზღვარგარეთ. და წარმოიდგინე, გავიგერო, თქვა ბაზარს უნდა უფრო დაბალ ბიუჯეტიანი, ხორეკა სექტორს გულისხმობ დაბალ ბიუჯეტიანი რაღაც რო კოსტი არ გაიზარდოს პროდუქტის. ეს მესმის რა. უბრალოდ იმდენად კარგი ასორტიმენტი ხდებოდა ამ გამოფენებზე, ხო, ვერც ვერ აუვლი ამ სტენდებთან და იმდენად ბევრი მაგარი ბრენდი ხდებოდა, რომ გვინდოდა ეს ასევე ხელმისაწვდომი ყოფილიყო როგორც ხორეკას, ისე ფიზიკური პირებისთვის, რა, იმიტომ რომ იყო ძალიან მაგარი ვთქვათ სტეიკები, ცხრის ყველი, თხის რაღაცა პროდუქტი, ფუაგრა, ხიზილა, შამპანური, უბრალოდ ყველა გეუბნება, რომ არა, იქ ძალიან ძვირია, კოსტს ამიწევს, ფიზიკურად ვერ ჩავსო მენიუში, გინდა ძალიან შემოიტანო, ჯერ ვსაუბრობ ხორეკა ბიზნესის დონეზე, რომ თუნდაც ჩამოვიტანო და გავყიდო, ჯერ მაგის გადმოსახედიდან ლაპარაკობ, ჯერ ხორეკას გადმოსახედიდან და ხორეკაში რომ ფიზიკურად ვერ გამოჩნდა ისეთი ვერსეთი კომპანია, ვინც ქარისკადა თქვა, რომ აი მოდი მე ანგუსის თუ ვაგიუს სტეიქს ჩავსვავ და სტარტერებში შავხიზილავასაც გავაკეთებ და აბა მოდი შამპანური და აბა მოდი ფუაგრა და ასეთ. ვით რომ მოდი ვიფიქრე რომ არის მომხმარებელი, ბევრი არა რა თქმა უნდა 1000 კაცი, 1500 კაცი, ვინც არის მზად რომ თუ იქნება ამის ერთი მაღაზია ალბათ იქ შეიძენენ და იმ აქედან
ჩნდება ეს იდეა გასტრონომის. და როგორც კი გასტრონომი იხსნება, თავზე გატყდება პანდემია. გასტრონომი იმდენად სულად მუშაობდა თავიდან, რომ გეტავდით, ანუ მანდელს იხვალია, ძალიან იღვალია, იმიტომ რომ ყოველ 30-40,000 ლარი იყო წაგება და ჯიბიდან მიმქონდა და ორეკას მოგებიდან გადასხდა. ანუ გასტრონომი მძიმე დაიწია, მძიმე დაიწყო გზა? კი, იმიტომ რომ ყველა ქართული იყო თავის ბიზნესში, საქმეებში რაღაც და არავის არ ცხელოდა რომ მოსულიყო და ეთვალიერებინა შეესწავლა ასორტიმენტი და რაღაც შესაბამისად ძალიან რთული გზით დავიწყეთ 6 თვე იმდენი წააგო რომ ანუ უკვე გეტავდით და აი უცებ 1200% მიზრდა 1200% ზრდა. უცებ დაიწყო პანდემია და თმას ვერ იჭრიდი მანქანას ვერ ეცავდი ანუ ყველაფერი დაიკეტა ერთადერთი იყო გზა გასულიყავი აფთიაქში და გეშოპინგა საკვები პროდუქტები. ხო, ანუ საუბარია პანდემიის დროს რო ყველაფერი რო აგზალეს და მარტო აფთიაქი და ფუდ რიტეილი დატოვეს სხვა მეტი არა. ძალიან ფლოუ მოაწყდა. თან არ ვიყავით მზად წარმოიდგინე, იმდენად ცოტა იყიდება. ხეში რაღაც 800 ლარი გაქნავაჩენ და 900 ხო ხდებიან, ცოტა გათვლი. ძალიან იმპორტიცნე და უცებ რომ დიდი ანუ მოაწყდა 12 ჯერ მეტი ის მოდის მოთხოვნა ან თაროებიც არის და ისეთ რაღაცები იყიდებოდა მაშინ რაც ანუ წასულ მოვერები იყო და სიგიჟე პერიოდი აგროსის პერიოდია როცა პირიქით ხორეკა ბიზნესი ჩათვალე ნერგულდა აღარც ერთი კაფე და რესტორანი აღარ მუშაობდა და ეს ის პერიოდია როცა პირიქით ანუ პრაქტიკულად შენ პორტფოლში ეგრე გამოდის ჩავარდნილი ხორეკა ამოქაჩა გასტრონომია ზუსტად მაგრამ დააბალანსა და გამოდის რომ იქ გაგიმართლა რომ შენ გასტრონომი ხო ზუსტად ამ გამიმართლა თორე ხორეკასთან ერთად შეიძლება დაზირულო მხოლოდ ხორეკასთან ერთად ანუ მე უცბად რო ითხრა არ მეკონა როგორი ისტორია ეს გურმე ისტორია ხო გასტრონომი შეიძლება გამختارიყო ქსელური ჩვენ ქვეყანაში და ეგეც რაღაცნაირად ჩვენთვის კატეგორიის შექმნა იყო მესეთ მგონია რომ ყველაზე დიდი game changing-ი რაც გააკეთე შენ იყო ის გურმე ისტორია გახდა აზია skills ამბობ skills-ზე აიწია ეს შვიდი მაღაზია და მოუბრალოდ რა შეიძლება ხუთსვარი თუ გეიმში კიდე ხუთი ხო შესაბამისად რანაირად მოხდა გურმე ისტორიის გასქეილება თუმცა ეს არ არის გასაგებია mass retail market-ი გურმე ისტორია არის ultra premium segment-ი რომელიც ჩვენ ქვეყანას არც ისეთი დიდია აქვს მოდი ესე ვთქვათ შესაძლებლობები გამომდინარე რანაირად მოახერხა გასტრონომმა გაქცეულება გასქეილება და ნუ შვიდი მაღაზია არის და კიდევ ხუთი გეიმაში ანუ ასე თუ ისე ultra premium-ი segment-ი უკვე ჩამოყალიბდა საქართველოში შეგვიძლია ესე ვთქვათ 5 წლის განმავლობაში მართლა დიდი ტრანსფორმაცია განიცადა თვითონ მოხმარება. ანუ უკვე ისწავლეს ძალიან პიარინგები, სასაჩუქრეთ მიტანა, თვითონ საკუთარი თავის დაფასება და ხარისხიანი საკვებით კვება და ძალიან მიხარია რომ ბაზარი ძალიან მომწიფდა. ზუსტად ამან განაპირობა ის რომ თქვათ ერთი ფილიალის ნაცვლად დღეს პოპ 7 და თქვათ მომდევნო წელს ვიქნებით 10-12 ფილიალი წარმოგვიდგენთ. რაც შეეხება თვითონ scales და ზრდას, ანუ მაქსიმალურად მოგეცემთ თბილისის საკმაოდ დიდია და რამოდენიმე უბანია საკმაოდ განვითარებული. შესაბამისად ჩვენ ყველა უბანში და ყველა ტერიტორიაზე დავახვედრეთ მომხმარებელს, იმიტომ რომ არის მომენტები, როდესაც თქვათ ვოლტი არ ფარავს, პირობითად თქვათ ვაკეში რო გამოიზახო დიგონში ვერ მიიტან და შესაბამისად ბელიაში უცხოეთით მილიარდი ანალოგიურად ის გეოგრაფიას გავყევით ძალიან და ყველა ის ადგილი დავფარეთ და სამომავლოდ დავფარავთ სადაც გვენი მომწიფებულია კაი გასტრონომში გაისწავლე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით იმიტომ რომ გაუჯერებელი ისტორია ანუ გავხსენით आज हम वो सिमरते रोड का इमिटों साखे की मूवी पिक्चर था डिटो को गावा के थे सारा समागम
მაინც უფრო უყურებთ, რომ ხორეკას შოურუმი ყოფილიყო და ისე. ეს იყო სასტარტო ხედვა, საიდანაც იყურებოდით გასტრონომის, კი? ხო რა, იგი ვიღაცას თუ შემოვა და თქვა სასტუმრო იხსნება, რომ წავიდეთ სამგორში და არ გავაღოთ 20 მაციურის კაბინა და სიცივეში არ შევიდეთ და აგერ ნუ სასკის იწეთილი იყო, რომ ხორეკა, გასტრონომი ყოფილიყო ხორეკა შოურუმი, იგი ხო ხედვა? და და გზაში თუ იმე შემოივლის და რამეს ხელს წავლებს, ხო კაი. დროთა განმავლობაში გავასწორეთ რა ეს და მივხვდით. ანუ გზაში მოხდა აღქმა, რომ რითელ პოტენციალი აქვს თვითონ გასტრონომს, რომ თავის სეგმენტი ჩამოიყალიბოს. COVID-მა აჩვენა, თორემ პირველ ინტერვიუშიც გახსნაზე ვამბობ, რომ ეს იქნება ერთადერთი. ანუ შოურუმად უყურებ. იმ წერტილში შოურუმად უყურებ. გამოდის რომ პანდემიამ რა ფლოუს მოიყვანა ადამიანების იმ ფლოუმ გაგრძნობინა რომ შეიძლება დამოუკიდებელი ბიზნეს მოდელი შეიქმნას და თვითონ გასტრონომი არსებობდეს როგორც ბრენდი. კი და sense of urgency განვითარებული საკმაოდ გუნდში და თქვით რომ აბა უცებ მეორე ფილიალი და პანდემიის დროს ართული იყო თუნდაც მუშახელის მოძებნა ვინც იმუშავებდა იმ რეგულაცია უნდა დაგეცვა როგორც არ აქვს მნიშვნელობა როგორც ჩემი კონსულტანტები ვინც იყვნენ მაღაზიაში ისე მუშახელი ვისაც რემონტი უნდა გაეკეთებინა და ართული მოძებნა ადამიანების მაგრამ მოახერხეთ აქეთ როგორც გახსნილი ფილიალებში სტაფის და კომპლექტება ისე თვითონ რემონტები იმიტომ რომ ძალიან რთული იყო საშვები ჭირდებოდა მანქანას რომ საერთოდ გადაადგილებლიყვნენ და ასე შემდეგ. როდის დაეცი ყველაზე მეტად ფსკებზე ის მომენტი ვიდა რომ გაიხსენე ალბათ ბევრი იყო ასეთი ვარქნები მაგრამ სეფრას გამახსენდა იყო რომ ხორეკა ბიზნესში დაახლოებით სამაგი არაფერი დაახლოებით დღეში იყო 150,000 ბრუნვა დღეში და COVID რეგულაცია რომ პირველად მოხდა ჩამოვიდა 3,000 ერთ დღეში იმ 3,000-ზე იყო ის გამოძახებით რომელი რესტორნების დარჩენენ იმათ მიწოდება და ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა რომ 50,000-დან უცებ 3,000-ზე დღეში ჩამოდიხარ რა იყო შენი ფიქრი მანით შესაძლოა ეს ხტომირება მოხდა მოვადამერჩინა კომპანია და გამოგვეყვანა ამ კრიზისიდან ანუ ერთი ადამიანის არ გაუშვით სამსახურით არც ერთი შევამცირეთ ხელფასები მაგრამ არც ერთი ადამიანი არ დაგვიტოვებია რამ გადაგაწყვეტილი ეს ხალხი შეგიკრჩუნებული პასუხისმგებლობის კურსდორპა როცა კარგად მიდიოდა ბიზნესი ხო ერთად ვიყავით შესაბამისად ახლა უცებ ბიზნეს დაიხდა და უცებ შენებილებულები დათმოდა კაციოდა ეს ხალხი უჩეშ და ტოვანის ოკეი მაშინ გქონდა რწმენა რომ ეს ბიზნესი მოგვიმთა რა თქმა უნდა უბრალოდ საერთოდ წაიწარნახევარი რაღაც სწავლა ამგვარი რეზერვები უნდა კონდეს ხოლმე ინტერნეტი და შემეცნობლებოდა რომ რისკიანი ხარ ყველაფერი გარისმული ბევრ ყველაფერი იპოთეკაში გაქვს დაანებე თავი ბანკებს და ასე შემდეგ და აი მაშინ მივხვდი რომ თანმესურნეობები და დედა შენ არიცი მაცადე რა მივიჯინა და აი პირველი კიდევ არ იყო ჩვენთან რეგულაცია პირველი ან ჩვენთან მარტში ხო დაიკეტა თორცლები და კიდევ იანვარი იყო აზიური პროდუქტების იმპორტი და დისტრიბუცია ერთ-ერთი მარჟიანი იყო და ისეთი ტრენდული კატეგორია იყო რა ჩვენ პორტფელში პირველი დარტყმა ორი გრძენი როცა ჩინეთიდან ბანი დაედო შემოტანას ანუ ჩინეთი იქო უფრო ადრეა იქ დაიწყო უფრო ადრე კი იქ დაიწყო რა და შესაბამისად პირველი ეს და აი უცებ ამ ხელა პორტფელში რომ საკმაოდ დიდი მოცულობის ჩინური პროდუქცია იქ გამახსენდა რომ მე ვეუბნებოდი ჩემს რომ შენ არიცი და რაღაცა იქ სადღაც ვიგრძენდა ნუ მე პანდემიის დროს ვიგრძენი რომ ყველაფერი ერთ კალათაში არ უნდა ჩატოდოთ და დივერსიფიკაცია უნდა ქონდეს დღეს გასტრონომი ბევრი ადამიანისთვის არის ძალიან საყვარელი ბრენდი იმიჯური, რეპუტაციული, თავის პირველი რაღაციდან მეც აქტიური მოყვარული ვარ ბრენდის
კითხვა მაქვს შენთან. გარდა იმისა, რომ გურმე სწავლია გასტრონომი, როგორ დაახასიათებდი გასტრონომს როგორც ბიზნესს და მის ბიზნეს მოდელს? რაზე დგას გასტრონომი? რა არის ეს ბიზნეს მოდელი, ეს თავარი ფილარები, სტრატეგიული, რომელსაც გასტრონომი მისდევს? სელექცია პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს და ენერგიას გვარგავთ პროდუქციის შერჩევაში. უბრალოდ ჩვენთან თაროზე არ ხდება. ასე რომ უბრალოდ პროდუქტია. აქცევთ ყურადღებას შეფუთვას, შემადგენლობას, რაც თავიანთი რომ საქართველოში ამ ბევრი არ კითხულობს რა შემადგენლობა, რა შეიძლება. ანუ ვცდილობთ რომ მიზერი კონდეს კონსერვანტი, გემოზე ხო საერთოდ საუბარი არ არის, ყველა GMO free-ია ჩვენთან. ყველა პროდუქტი და ძალიან უყურებთ რომ ეს კონსერვანტი ძალიან მიზერი კონდეს და უფრო დაბალვადიანი პროდუქტები მოგვაქვს, უფრო fresh იყოს და ასე შემდეგ. ამიტომ მომხმარებელი რომ შემოდის გასტრონომიაში შეუძლია თამამად აიღოს ყველაფერი ისე რომ არ შეამოწმოს, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ ამ თქვენი ფილტრები რა ჩვენი ფილტრები, ანუ ისე არ ხდება პროდუქცია. ეს არის სასიამოვნო დიზაინი და ambience რაც არის. ой, დიზაინი და ambience ვისი შექმნილია? ბარემ ეგეც რამე ინსპირაცია ქონდა, რომელიმე ქსელიდან მაღაზიიდან გურმე სტორიდან თუ პირველი თქვენია, თუ როგორ გააკეთეთ, როგორ შექმნით ეგ ამბიენს? ანუ მართლა ვერავინ ვერ იტყვის და ვერ დადებს რომ ინტერნეტში ეს არის განმოკოპირებული ვერავინ. ანუ ეს არის პირველი მოგზაურობის და იმის შედეგად პლუს ჩვენი მეგობარი დიზაინერი გოგონა მე და ჩემი მეგობარი და ჩვენ სამი ვიჯექით და ფიქრობთ რომ მოდი აქ ეს კინა ვიხმაროს თქვა ჩვეულებრივი თაროს ნაცვლად. მოდი აქ წითელი ხაზი გავავოთ, მოდი სალაროდეს კი თქვა იყოს მარმარილო, მოდი უფრო ხევი ხმაროთ, იმიტომ რომ უფრო თბილია და ესე ერთად ფიქრით და ბრეინსტორმინგით გაკეთდა ეგ დიზაინი. არ არსებობს სოფლიოში ვინმე რომ სურათი მაშქონოს და მითხრას ვაი ეს იქიდან გადმოაკადავს. არ იძებდნენ. ჩვენი შექმნილია. ოკეი, ასორტიმენტი, ამბიენსი, ანუ customer experience გულის მომხმარებლად ხო, ან დიზაინი, თვითონ ნავიგაცია, მეწყობა, ყველაფერი ერთად. რა არის კიდე? მომსახურება გამოყოფთი, იმიტომ რომ თქონდა მე არ ვარ კიდე მოყოფილი, იმიტომ რომ გავიზარდეთ და მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად გავიზარდეთ და პლუს როტაცია ძალიან ხშირად ხდება კონსულტანტების, ხო? ხშირად არის რომ დავა ტრენინგები, ისწავლიან, კარგად მე მიდიან სხვა სამსახურებში, ხო? ან ზოგადად ქვეყნიდან ბევრი წავიდა და ასე შემდეგ. ამიტომ შედარებით არ ვამბობ რომ იდეალურია მომსახურება გასტრონომიაში, მაგრამ შედარებით სხვა ξეოთან მიმართებაში არის რომ უფრო მიღიმიან, უფრო ვიციან პროდუქტი და ასე შემდეგ. ყოფილა кейსები სხვა ξეებში რომ საერთოდ რა პროდუქტიებიც არის. ჩვენთან შეიძლება ცოტა ერიოს, მაგრამ ასე თუ ისე იცი. რა არის შენთვის ბიზნესი? საკუთარი თავის რეალიზებას პოულობ ბიზნესში და ზუსტად ის ბავშვობის კამები და აგრესიები რაც ჩამოვთვალეთ რომ ყველაფერზე ნერვები მეშლებოდა და აგრესია მქონდა ყველაფერზე სიცოცხლე ხარისხი და რაღაცა ანუ აქ ვაკეთებ გამოვლინებას ანუ ამ ბიზნესში ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია გარდა იმისა რომ დიდ დროს ვატარებ და ვიკენდზეც კიდე არ მეგიფიქრება თუ ხამე და წინების დროს სიზმარში თუ რაღაც კიდე არ მიგეს ერთად ცხოვრობ ბიზნესთან ხო ამის გარდა ანუ ყველაფერი ის ბავშვობაში რაღაც მქონდა რაზი და აგრესია ანუ ისა იმის გამოვლინებას ვცდილობ რომ კომპენსაცია შენი ბავშვობის ტრამები შენი ბიზნესი შეიძლება რომ ითქვას კი იმიტომ რომ რაღაც აი პატარაზე აძვრება საღებავი ან რაღაცა აი ძალიან ჭედავ რა გუნჩი რომ ეს რატოა რომ აი ყველაფერი იყოს სუფთა დაყრეავებული და კი ანუ მაღალ სტანდარტებით უდგები შენ თავსაც და სხვაებსაც ბიზნესსაც, შენ გუნდსაც შეიძლება ეგრე ითქვას? კი, აბსოლუტურად. შენ პირადი მისია გააქვს ცხოვრებაში? კი. რა? როაციო ხარისხის სტანდარტი, ცხოვრების დონე, სერვისის დონე. ყველაფერს რასაც ხელს მოვკიდებ, ჩემი მისია ცხოვრებაში. ისინი ფიქრობ, რომ არის რაღაც თუ რაიმე თემას ვეხებით, მე და ჩემი გუნდი ანუ რაღაცები თუ ფული ვიშოვოთ, ჩვენ საკმარისად
აწრები ვართ იმისთვის, რომ რაღაც დღის ფულის შრომას არ ვიწევთ რა, ჩვენ ვეძებთ, რომ ყველაფერს რასაც მოვკიდევთ, ვიქავწიოთ ხარისხი. რადგან მოკიდებულება გქონდა? შეიძლება ცოტა დაუჯერებლად ძლევდეს, მაგრამ ეჩვენებდი და უდამეჩვენებდი პრიორიტეტი, ანუ 10% არ ვაკეთებთ ფულის გამო და ასევე დაუჯერებელია ინსან პოდკასტს უყურებს სამმავლოდ შეიძლება დაუჯერებელი იყოს, მაგრამ არც ერთ ბიზნესში ნულოვანი წერტილის ანალიზი არ გაუკეთებია. ეხლა შემოდის პრაქტიკაში. ყველაფერი და ინტერპრენორული სულით და ერთი кейსი არ არსებობს, რომ აი გასტრონომი დაგვეთვალოთ, თუნდაც რა ჯდება. ან როდის ამოვიდებთ. ან ვინდა დიდი იყოს, უნდა იყოს. რომ ის ფული მერე მოდის რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო ეფექტი რა იყო ასეთი მიკომის კარი. ენტერპრენორიული ეფექტი გავიგე. იმიტომ რომ დაგითვალოთ შეიძლება არ ვეკეთებს დოსტან. და ბოლოს ხოიცი იმ შანსი რო ხარ ცოდნა რომ მოიყვანდა კაი ხარ რაღაც ურთიერთობა იქ დაგემართება გასტრონომზე და გითვლიან ანუ შეხით ბაგბატარებელზე და ბოლოს ეხა ფიქრობ ეგბატარებელი როგორ მოატრიალო. მაგრამ ამართლება მიდგომას, ანუ აი როდის არის ეს მიდგომა გამართლებული, რომ არ დაითვალო როცა გჯერა და ჰადავა შეუბეროთ და მე დავითვალოთ, ფული მაინც მოვა, ანუ აი ეს აზროვნება, როდემდე არის გამართლებული. ეხლა მართლა ჰოლდინგში საზოგადოებამ უფრო გასტრონომიის სპორტ ბრანჩი, სტეიქაუსი, kitchen and living-ი, ტარტინე შოკოლა, ბავშვის ფრანგული დასაწყისის ფრენჩაიზი ვიყიდეთ და კიდე რამოდენიმე ბიზნესი მოგვიყვება გვაქვს უფრო მეტი პორტფელი, გორეკას ადისტრიბუციო აღვადგინეთ და ასე შემდეგ რა. დაახლოებით 24 პროექტი გვაქვს საწყობის მშენებლობა, ლოგისტიკური ჰაბი, ძალიან ბევრი რაღაც და უკვე ის მაინც შევახსენებ მაყურებელს, ეს არის გორიდან ჩამოსული $80 ნაკირავები ბინიდან გაბრაზებული ბიჭი, რომელსაც ყველა მეცხოვრებაში მექნება ხარისხი. მაინც შესაძლებისთვის. ბონიშრე ეცოდი. ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს და ეხლა უკვე შემოდის, ვაი, ეს ჰოლდინგი, ძალიან დიდი ჰოლდინგი ვართ უკვე და რეალურად ორი თვე არა CFO ავიყვანეთ, ანუ CFO-ც არ გავდა. HR-ი არ გავდა. ანუ ის ჯიმი მახსენდება, არავინ არ ყავდა და მართავდი და რეალურად თენაძეს family კომპანიიდან ტრანსფორმაცია სისტემ კომპანიაზე რეალურად ეხლა იწყება და ეხლა გადის რა, იმიტომ რომ ფიზიკურად 24 პროექტი უარ მოსრიალდა და ასე შემდეგ უკვე გჭირდება რომ აქ რაღაც HR დირექტორი, აქეთ CFO, აქეთ პროექტების ხელმძღვანელი, აქეთ ეხლა რამოდენიმე თვეა რაც დაიწყო ეს ყველაფერი, თორე ისე რა პროექტიც გაკეთდა საერთოდ რა იყო დათვლა, რომ აი უნდა გაკეთდეს და შეოდა მერე ვასწორებდით როგორ გაგვიხადა ეს მონგებია. ან თუნდაც ახლა სხვა რიტეილერმა რა თქმა უნდა სახელებს არ ვახსენებ, რომ გახსნათ წყნეთში არსებულ პარკში ჩვენ სადაც გავაკეთეთ, ალბათ ინვესტიცია იქნება 300,000 ლარი. ჩვენ დაგვიდა 1,800,000 წყნეთის ფილმი. მოდელიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი ახალი, იტალიური მაცივრები, რომ მიდიხარ და შუშები ესეთ რეალდება, ანუ არ გინდა გამოგება, ავტომატურზეა. ფიქსპერის დამადგარი, ლამარძოკოს ყავის აპარატი, აი ყველაფერი ტოპ გავაკეთეთ რა და დაჟა 1,800,000 ნებისმიერ სხვა რიტეილერმა რომ გახსნას არსებულ პარკში რემონტი ან რანგარებიანად მაგაზე მეტი არ დაგვიჯდება. ნუ ჩვენი ფილოსოფია არის რომ ნეთის გაკლების მოსახლეობას ეს ხარისხი უნდა დავახვედროთ. ამან და შეიძლება კომპრომისი გაკეთებ. გზაში აკეთებ ტრანსფორმაციას რომ გახდეს კიდე მომგებია. ხო, ანუ გზაში ფიქრობთ მე როგორ ამოვიღოთ ეს ფული. იმიტომ თავიდანვე თუ ფინანსური მოდელი დაიწყებ, ხო, ფიზიკურად ითქვი რომ არის. შეიძლება და 5 წელი ელოდოს ხო. შეიძლება ითქვას ძალიან high risk profile shareholder ხარ. ხო, shareholder-ები მოყვებიან მაგაში.
მე ერთი მთავარი ის გამოტოვე, მთავარი ინფორმაცია 2020-ში ეს ჩემი ინვესტორები გაიქცნენ, იმიტომ რომ ყველა ბიზნესიდან მარტო ჩემიდან არა ვერ გაუძლეს და ყველა რაც ქონდათ საქართველოში და სხვა ქვეყნებში, როგორც კი COVID-ი დაიწყო, რაც იყო და რაც შეფასდა და რაც ამოვიღეთ ბიზნესიდან, გავიყავით და გავიდნენ. შესაბამისად, ეხლა ვარ 100% მე მარტო როგორც გასტრონომში, ისე ხორეკაში და ერთ-ერთ ბიზნესში მყავს ერთი პარტნიორი, რომელთანაც ვიდეო. Green transformations process და სოჟის ეს პროცესია, რომლის ფარგლებში უფრო ახლოს გაგიცნობ შენ. ცოტა ხნის წინ ჯგუფმა გამოაცხადა, რომ აიყვანა გრუპსი და შენ გადადექი მაგ პოზიციით ვარდის გარეშე. შესაბამისად გამიჩნდა კითხვა, რა იყო ეს ეს მგონია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის კომპანიის ისტორიაში. ცხადყოფს რაღაცეებზე, რომ შენ როგორც ამ კომპანიის სულის ჩამქმნელმა, shareholder-მა, visionary leader-მა, ანუ ადამიანის არითმიდა ფულს და რომელს გამოსულიყო ის რაც უნდოდა ამ მომენტში აკეთებს step downs, როგორც group CEO და მოყავს სხვა group CEO, მენეჯერი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გიორგი ვახტაძე და ნიშნავ მას group CEO. რისი შედეგია ეგ და როგორია შენთვის step down-ი გააკეთო, შენი ამ ნაცვალები, ალოლიალები, ნაბრძოლი ჯგუფიდან, რა ტრანსფორმაციაზე ვლაპარაკობ? არ მწვენია იმის აღიარება, რომ არის რაღაცები, რაც ძალიან მაგრად გამოდის და არის რაღაცები, რაც არ გამოდის. შესაბამისად, გიორგი ვახტაძე არის ის ადამიანი, რომელსაც მთელი თავის ცხოვრება გატარებული აქვს სისტემურ კომპანიებში. მე ერთი დღეც არ მიმუშავია სისტემურ კომპანიებში. შესაბამისად, ანუ ის მენეჯერული გამოცდილებაც პატარა და family კომპანიებში ქონდა, ის ვისაც პირობითად ფიტნეს კლუბი ხო არ იყო საერთაშორისო ჩვენს მიერ შექმნილი იყო შესაბამისად იქ რაღაცა სტანდარტი და ის არ იყო გაიდლაინები გაწერილი და რაღაც ხო შესაბამისად ეგეც family ბიზნესი შესაბამისად მე ერთი დღეს არ მიმუშავია კორპორაციაში ან სისტემურ კომპანიაში სადაც ვიცი იერარქიები, KPI რა არის, ტარგეტი, შესრულება რაღაცა ძალიან უცხოა რა ჩემთვის ეხლა ვსწავლობ ხო შესაბამისად ანუ გუნდი რა დონეზე, ჰოლდინგი რა დონეზე გაიზარდა, ეს ჭირდება ესეთი კონტრების მქონე და ესეთი გამოცდილების მქონე ადამიანი, რომ ეს ყველა სადავე მოჭრილი. საიდან სადგმი ხავს კომპანია? აი სად არის დღეს და სად გინდა რომ იყოს? ანუ რაზეა, როცა ვაპარაკობ ტრანსფორმაციაზე, ალბათ მნიშვნელოვანია ცოტა სიღრმეში შევიდეთ, სად არის კომპანია დღეს და რა წარმოგიდგენია, ანუ საიდან ვაკეთებ ტრანსფორმაციას, საიდან სად? ანუ მთელი ცხოვრება ეს კომპანია და ჰოლდინგი იმართებოდა სტარტაპული აზროვნებით. მიუხედავად იმისა, რომ შარშან პირობითად ჰოლდინგის ბრონო 100 მილიონ ლარს გადააჭარბა 2023-ში. მიუხედავად მაგისა სტარტაპული აზროვნებით მართავდა. იმას არ ვიხილით ამას არ ვაქცევდით ყურადღებას, ყველაფერი ქონდა შეთავსებული, სადაც იყო, ასე ვთქვათ, ხანძრები, ანუ მივდიოდით მეხანძრეებაც და ვაქრობდით ამ ხანძრებს. რაციო, შეიძლება დიდი ალბათობით ახლა ბევრს ეხმიანება, იმიტომ რომ ბევრი კომპანია ოპერირებს ეგრე დღემდე. ანუ ბევრი კომპანია, რომელიც დიდი ხანია ბაზარზე არსებობს, შეიძლება 10 წელიც. მაგრამ ასე იმართება. და რა მიგიყვანა, ანუ აი ხამდე რომ ოკეი enough ამისა მინდა რაღაც ახალ. დავიღალეთ. ადამიანურად დავიღალეთ ამდენი ქაოსით. პირველ რიგში არის ეგ. მეორე თემა არის ის, რომ ჩვენ ნებისმიერი პროექტი, რაც თქვი, რასაც ხელს კიდე არის რომ to elevate ეს სტანდარტი არ ვიხმარ იმ სიტყვას ხო და შესაბამისად აქ გვაქვს ჩვენ პასუხისმგებლობა მომხმარებელს. ანუ მე არ მინდა რომ ამ ბიზნესების რაოდენობის გამო დაეცეს ხარისხი და ეს ვიგრძენი რომ ბევრ რაღაცაში დაეცა კიდევაც. იმიტომ რომ ფიზიკურად
ბუნებრივი კონფლიქტი სკეილის და ხარისხის, ხო? მაგაზე დრო ყველას გვაქვს 1-24 საათი, მე ჩემს ბიჭებსაც, გოგოებსაც ყველას. ამ 24 საათში ვიღაცას აქვს ერთი პროექტი და ფოკუსირებულია ერთ საქმეზე და ჩვენ გვაქვს 24. შესაბამისად, რა თქმა უნდა, უბრალოდ აქ რო თითო ბიზნესი მოიკითხო, ნახევარი საათი რა ხდება 24-ის მოკითხვაში გადის მთელი დღე. თუმცა სხვა ადამიანები 24 წუთს ხარჯავენ ერთ ბიზნესში. შესაბამისად, მივხვდით, რომ ეს რაღაც თემებში ხარისხი ეცემოდება რაღაცებში დაეცეკით. შესაბამისად, მივხვდით, რომ თუ არ შეიქმნება სისტემები, no matter რომელ დეპარტამენტში რა მიმართულებით დაწესებული იმპორტის, აწყობი, დისტრიბუცია, შეფუთვა, ყველა ფინანსური დისციპლინა, ანუ არა აქვს უშუალოდ თუ არ შეიქმნა ყველაფერში სტანდარტი, ფიზიკურად მოსრიალდებით ჩვენს და მოსრიალდება მომხმარებელს. შესაბამისად, მოვიყვანეთ გიორგი, რომელიც არის სუპერ გამოცდილი ადამიანი, კალაიკი, რომელსაც ეს ყველაფერი წლებია, უკეთებია და აკეთებს და მე ჩემ მეუღლესთან ერთად გადავედი უფრო მეტად ბიზნესის განვითარების ჯერ ვიჟენი, ხედვა, ორგანიზაციული ახალი რაღაცა, ინსაიტების ჩამოტანა, ხედვა რაღაცა, ეს იქნება ჩვენი ნაწილი, მაგრამ ის დისციპლინა, რაც მინდა შემოვიტანოთ HR-ში, ფინანსებში, დაგეგმარებაში თუ ამის რეპორტინგში და შეჯამებაში და ანალიზში და ასე შემდეგ. იქ უფრო გიორგის კუნთები ყვაბიკაფებს. და შენში პიროვნულად რა მოხდა? აი, ეხლა ცოტა ხანი კომპანიაზე ვლაპარაკობ და კომპანიის აქცენტზე, მაგრამ შენში ამ ფუძნებელმა შეხვეიცი რომ საქართველოში 80% ბიზნესი შეიძლება 90%. ხერხემ მართავენ ამ ფუძნებელს. რა გაუგეშინთავს? რო იგივე გადასულება მე მიხო. არ მჯეროდა რომ საქართველოში შემეძლო მომეძებნა ისეთი ადამიანები, ვისაც ვენდობოდი, რაც ყველაზე მთავარია, როგორც პროფესიონალიზმის კუთხით, ისე ღირებულებების კუთხით, რომ რაღაცას არ გააკეთებდა რა. ცუც კომპანიის საზიანოდ. შესაბამისად, მანდაც სამადლიერი ვარ. ქართული ბაზრის საკმაოდ მომწიფებულია. ანუ ძალიან ცოტა სუპერ ხარისხიანი კადრები, მაგრამ ძალიან შეიცვალა ასევე იმასთან შედარებით, რაც იყო. შესაბამისად, მადლიერი ვარ, რომ თუ კარგად მოძებნი, იშოვება. მე არ ვამბობ, რომ ეს ყოველფეხის ნაბიჯზე არტისტური არა გვერდჯერა. საფსია პროფესიონალები, მიზანი გაქვს ძალიან დიდი, ვარ მე მაინც უნდა მივიდე აქ. მაშინ მოძებ. უბრალოდ ძალიან რთული არის რა კადრების მოძებნა. შესაბამისად, ჩემი მაინდსეტი შევცვალე და განვაცხადეთ, რომ ეინგო ფსიქოლოგებთან და კოუჩებთან მუშაობის შემდეგ და არაერთი სემინარის და სესიის გავლის შემდგომ ამ ძალიან ვიმუშავე ეგოზე რა, ანუ შემთხვევით თავჯერებელი ის მაგრამ ეგო დავიყვანე ნულზე. ჩვეულება იმათ, როგორც დამფუძნებელს რომ ამდენი რაღაც გავაკეთე, ანუ ეგო არ მომოძრავებს, რომ მე ვარ და ეს და ეს ქონდა. არ ვამბობ, რომ სულ ესე ვიყავი, რომ არ მქონდა და ეს ჩემს აქციელებში და მიდგომებშიც გამოიხატებოდა. ნუ ალბათ ეგ რო არ ქონდა და ის აიმასაც ვერ შექმნილი, რა შექმნილია რა. იმაგ ეგოს დამსახურება რო ის უბრალოდ რომ გავიდა გადავაფასე რაღაცები და მივხვდი, რომ ეგო ძალიან ცუდი რაღაცა არის. ამავდროულად გამოხატული ისე ზოგადად კოლეგებთან, მაგრამ ანუ ყველა კონტექსტში, ანუ ზედმეტი ეგო და ეგო რო გმართავს ძალიან ცუდი არის. შესაბამისად, ეგ დავწიე და შეცდომა მაქვს დაშვებული თუ რაღაც, ანუ აღიარებ გულწრფელი ვარ აღიარებებში, რაც როგორ ხდება, იმას ვსაუბრობ, ისე როგორც არის. შესაბამისად, შენ თავიდან ის რაღაც ბიზნეს კარდზე CEO მეწეროს, ანუ არაფერს არ წარმოადგენს რა, ანუ რა პოზიცია მექნება ჰოლდინგში, არამედ თავარია შექმნილის ყურებით იმდენად კაიფობ, რომ ანუ მან მე რა როლი მექნება, მაგაზე არ ვფიქრობ. რა დამლაგება იქნება და დისტრიბუტორი თუ ის საერთოდ არ მექნება საუზიტო. იმას შემიოხეთ ისე რომ 10 წელია საკმაოდ წარმატებული ბიზნესების ოვნერი ხარ და შეფხუტარი ხარ, ბევრი მედია ინფორმაცია შენზე არ არის, კონტენტი ბევრი არ არის, საკმაოდ სცენის მიღმა ხარ.
ეგ გაცნობიერებულად გააკეთე თუ ასე გამოვიდა, არ ვიცი რა. არა, გაცნობიერებულად, ბევრი ჟურნალი მოსულა არჩევნების სახელებს რა წინა ყდაზე ეს და მე ვამბობ რომ თუ შენ ფიქრობ რომ მე უნდა დამბეჭდო მე ფულს არ გადავიღდი რა. მე საკუთარი თავის პიარში ფულს ვიღდი რა. თუ რამე 5-6 სტატია ჩემზე იყო თემა რომ ვთქვათ საქართველოს ბანკმა გააკეთა იმიტომ რომ პარტნიორები ვართ და არ გაჩერდეს ხაზით რაღაცა ვიდეო გავაკეთეთ და სტატია დაიდო ანალოგიურად BMG-ზე რაღაცა ჩვენი ურთიერთობა უფრო გამყარდა ანალოგიურად რაღაც ფრანგული ტელემედია დაინტერესდა და რაღაც Inside Georgia თუ რაღაც თვითონ ვინც მოდის ხო ანუ free media-ს კიდე რაღაცნაირად იოპოლობდა paid media-ს არა paid media-ს შენ ახსენე რომ ადამიანები ბაზარზე გამოჩნდნენ ხარისხიანიან ადამიანური კაპიტალის მართვას მინდა შევეხფულზე კითხე და ვერ მოვიხდნენ ადამიანებს შრალ რა რა არის პრინციპები რომელთაც თქვენ გებით ტალანტების მოძიებას როგორ ინარჩუნებთ ტალანტს როგორ ამვითარებთ ტალანტს დაახლოებით ყავს 500 თანამშრომელი რაპორტ 400 შესაბამისად პირველ რიგში ჩვენი პრიორიტეტი არის რომ არ იყვნენ გუნდში ტოქსიკური ადამიანები სანამ მივდივართ პროფესიონალიზმზე და სკილებზე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ტოქსიკური არ იყოს არც ერთი ადამიანი ანუ შეიძლება არის ცუდი ხასიათის სუპერ მაღალი ეგო ანუ ხანდახან რომ ერთი ადამიანი აი გარშემო 30 ადამიანის MBS და ხასიათს აფუჭებს დღის განმავლობაში. არა წამლავს ხო ან არა კოლეგიალურობა ეგო შოუ-ოფი ასე შემდეგ ხშირად არის რომ აი მე ვარ და მე და რაღაცა და ანუ ძალიან აფუჭებს რა სიტუაციას შესაბამისად ანუ არც ერთი ტოქსიკური ადამიანი ჩვენ გუნდში არ ჩერდება. პირველ რიგში ეგ არის რომ იყოს კარგი ადამიანი. ამით იწყება. შემდეგ გადავდივართ უკვე კომპეტენციებზე და როგორ და რანაირად. გეთანხმები იმაში რომ ეხლა დავიწყეთ HR-ის პროცესრიგება, იმიტომ რომ ადრე საერთოდ HR-ის რას ნიშნავდა არ ვიცოდი, რომ უკვე სერიოზული ბიზნესი მქონდა. როცა რომ ესმოდა HR-ი განმარტება რომ human resources იყო არ ვიცოდი მართლა. ანუ რეალურად ეს გავიგე 20-21-ში. რეალურად როცა პირველად HR-ი ავუყანეთ და ავუყანეთ მხოლოდ კონტრაქტების მოწესრიგებისთვის და არა ის ანუ არ ვიცოდი behind რამ ხელა თემები იყო HR-ის უკან. მე მეგონა უბრალოდ საქმეების წარმოება კადრების მიღების გავიდე შეგულებაში და ასე შემდეგ. და თურმე ძალიან დიდი სფეროა რა რაღაც ამოუწოროადი ანუ სიგიჟე რაღაცები მაქვს ახლა მაგაზე არ შევალყრმა თემაში შესაბამისად პირველი არის ეს რომ იყოს ადამიანი პოზიტიური ენერგეტიკა კონდეს და პოზიტიური ვიბრაციები გამოუშვას ასე ვთქვათ გუნდში პირველი ეს არის და მეორე რა თქმა უნდა უკვე პერფორმანსი გამოცდილება და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ბევრი ადამიანია გვანია სადაც ძალიან სწრაფად მიგვიღია გადაწყვეტილება არ ჩავსულვართ დეტალებში არ გადვიქიქავს დეტალურად აი რას კი უწერია CV-ში რომ აქ იყო 2 წელი 3 წელი მაგრამ უბრალოდ ვენდობოდით ხოლმე კომპანიებს რა ანუ და მე მივხვდი რომ ძალიან მაგარი კომპანიებიდან ბევრი ძალიან მაგარი ტიპმა არ გაამართლა რა და მივხვდი რომ მარტო ის არ არის ანუ უნდა ჩაწვდე ზირა იყო მისი წარუმატებლობა ანუ აბსოლუტურად სხვა სისტემაზე გადავედით ჩვეულებრივად უბრალოდ CV-ს დავხედავდით გავხარდებოდა კაი კომპანიის ეს იმასკენ და მაქედან გადავედით ბევრად დეტალურ ღრმა შესწავლაში რეალურად ეს ადამიანი იქ რას აკეთებდა. მე როცა რეტროსპექტივულად უყურებ შენ ბიზნესის გზას, ეს არის დაახლოებით 15 წლიანი როგორც ვთქვი. და ნორმაზე შეცვლიდი რამე ზუსტად როგორც დამივითარდა ჩემი მსხურება არაფერს არ შევცვლიდი. ანუ პერფექტ არის შენი სცენარი? შენ თვითონ perfect როგორც პერფექციონიზმი როგორც პერფექტ. ანუ ბევრი გამოწვევა, ბევრი პრობლემა, უბრალოდ რომ ამოაქო და უფრო გაიმართიო, შეიძლება თქვა რომ თუ არ შევედი დეველოპმენტში ამდენი ხანი ვირობითაც, რომ ეს კორპუსს ააშენებ და $10 მილიონი და რატო წვალობ აქ? რა თქმა უნდა, ჩემი ეს დრო და ენერგია რომ დავხარჯო და ვაშენო კორპუსები დღეს ბევრად
ყველანი იქნებოდით, ხო? მაგრამ არ შევდივარ ამ ფიქსში რა, იმიტომ რომ შეიძლება დეველოპმენტში უფრო ადვილად ნაშოვნი ფულით, მე თქვა რომ არა, ამაზე რატო ვიწვალო. რესტორნებში და იქ დიდი ფული არ არის, ხო? არის, მაგრამ სათამაშოა იმასთან შედარებით, რაც იქ დეველოპმენტშია, ხო, პირობით. გიო, შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი ახლა პროექტებს და გვისმენდეს. აი ამ ადამიანებს რასაც ყვავი, რომელიც აი ჯორჯმანში, პოპმანში და რაღაცაში არიან. როგორც ადამიანმა, რომელმაც გორიდან ჩამოვიდა $20 იქირავა ბიზნეს გაბედა და შექმნა თავისი კომპანია სამყარო აქვს 400-ზე მეტი დასაქმებული ადამიანი და 25 წლისაა და უკვე გადადგა group CEO-s კომპანია, ანუ პოზიციით. წარმოიდგინე სიტუაცია, რომ 360 გრადუსია რა. 360 გამოდიხარ და ვარიანტი გაქვს, რომ 360 გრადუსიდან სადღაც წახვიდე. რომელიღაც გრადუსით, ხო, ცხოვრებაში. ანუ თუ არ დააყენე პინი პირველ რიგში რა, სად გინდა რომ მიხვიდე, ანუ მიზანი პინი როგორც გინდა ისე ვთქვა, ანუ აზრი არა. მიზანის გარეშე იგივეა რომ გამოვიდე თქვა მინდა სამგორში წასვლა, მაგრამ არ ვიცი გზა და რუკაზე თუ არ დააყენე სამგორი და ან რუკას არ გაყევი, ანუ უბრალოდ შეიძლება მარცხნივ წავიდე და არ მოუწე წყნეთში, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პინის დაყენება. რამდენი დეტალურად უნდა იყოს ეს მიზანი? ძალიან კაფი უნდა იყოს, ან მანდ არ უნდა იყოს უცნების ელემენტები, რომ უცნებობ და ან უნდა იყოს რეალური მიზანი. და ამ მიზნისკენ, ანუ ყოველ მიზანი რო გაქვს, ხარი რო გამოდიხარ თვითონვე სხეული directions გაძლევს ყოველდღე რომ ამ მიზნისკენია. პირობითად ჩვენ თუ გაქვს მიზანი რომ რაღაცას მიაღწიო და ამას სჭირდება რაღაცა დრო, უკვე თქვათ აღარ დაკარგავ დროს ბირჟაზე დგომას. პირობითად. ან სხვა საქმეში, ანუ უკვე შენი დროც კონცენტრირდება და ფოკუსირდება ამ ტვინისთვისაც დავალება. ტვინისთვისაც დავალება. მიზანი ის ავტომატურად ფიქსებზე იწყებს და გადაწყვეტილებებს ეწია, ხო? და შეულის მიყვება ამ პროცესს. მეორე არის რომ ანუ არ უნდა დანებდე. ანუ ემა თუ მართლა გინდა და თუ არ დანებდები უეჭველი გამო. აი ვინმე რო თქვას რომ შემიძლია და გარანტირებულად თქვა, რომ 1%-იც არ არის შანსი არ გამოსვლის. ანუ თუ არ გამოვიდა, ესე იგი არ დადე თავი. ანუ ის კი არ არის შანსი, ანუ სოფლიოში არ არსებობს кейსი, რომ ესე იგი არ დადე თავი, რაღაც დააკეთე. ხო, ანუ ის კი არ უნდა იყოს, რომ მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე. ესე იგი რაღაც არ ცადე. ნუ ალბათ აქ თავდადებაზეც მიდის საუბარი და დისციპლინაზე შეჯდროულად. კიდე მესამე ძალიან მნიშვნელოვანი, რაც მახსენდება, არის ანალიზი. რაღაცები რო ხდება, რომ ეს გადახვევები რატომ მოხდა გაანალიზო. ანუ ისე კი არ შეხედო, რომ რავი გადამოღლო ცხოვრება მაკეთი იქით. ანუ რატო? ანუ აი ყოველთვის ანალიზი. ანუ შეცდომები მოსულა, კი ბატონო, მილიონობით შესავალი გაკეთებ. უბრალოდ თავარია რა სწავლობ ამ შეცდომებიდან. ამის ანალიზი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო რჩევები გიორგისგან, მადლობა შენ რჩევებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობენ, რომ სამეწარმეო ზაგარიან, ისევ შეგახსენებთ ყველას რა იყო ჩემი განზრახვა. ამ პოდკასტის ჩაწერის განზრახვა არის სამეწარმეო სულისკვეთების და სამეწარმეო აზროვნების პოპულარიზაცია, გაშლა, მინათება, ჩაკითხვა, არ ვიცი როგორ დავარქვა, ყველანაირად ამ აზროვნების პოპულარიზაცია. მე მაინტერესებს გიო, შენი უკავშირი ღია, რამდენად ამ გამოცდილებით, რაც შენი ხლა გაიან, რამდენად ეს განზრახვა შესრულდა, რისი დანაკლისია, რაც დაამატებდი, როგორი გამოცდილება იყო შენთვის. სოციალურად გაინერვე ეს გამოცდილება და უკავშირი არჩევა რაც მომცემდი იმისათვის რომ განვახორციელო. როგორც ადამიანმა რომელსაც ეს გამოცდილება გაიარა მაგიდასთან შენთან განსხვავებასთან მივერთიში. ყველა ის ადამიანი ვინც შენთან იქნება სტუმრად უნდა იყოს პირველ რიგში გულწრფელი.
ან თუ უწრფელად არ მოყვებიან ისტორიებს და ეს იქნება წინასწარმომზადებული თოქი და ასე შემდეგ, ანუ არ იქნება ავთენტიკური. შესაბამისად, ჩემი რჩევა შენ პოდკასტებში არის ყველა ის რესპონდენტი, ვინც იქნება აუცილებლად უნდა ელაპარაკოს სიმართლე და უნდა იყოს უწრფელი. ვისი სურვილი ამ პოდკასტის ეთერში როგორც მაყურებელმა, ვის შეხედავდი სიამოვნე, ვისი სამეწარმეო აზროვნება და სამეწარმეო სულისკვეთება არის საინტერესო პირადად შენთვის, ვის დაპატიჟებდი ამ პოდკასტს? საინტერესო კითხვა. მოდი სახელებს ვაგვარებს არ დავასახელებ, მაგრამ მინიშნებას მოგცემ რა, რომ ჩემი აზრით, ჩემი ასაკის ბიზნესმენებს უფრო ადვილად შეუძლიათ გახსნა და საუბარი. მე შენ ადგილას მაქსიმალურად ვიჩალიჩებდი, რომ ძველი თაობის ბიზნესმენები, რომლებიც არანაკლებ რთული გზა იარეს, ისინი მოვიყვანო აქ და მოვაყოლო ავთენტურად როგორ დაიწეს, იმიტომ რომ მათ უფრო რთულ პერიოდში და რთულ იმაში სხვა საქართველოში მე კიდე ვამბობ მართლა ბევრი ვიშრომებ, მაგრამ დასაფასებელია რომ დენციპოს წყალიციპო ვაზის და უკვე ან მე ლევრი ბუღალტერია რა არის ეგეც არ ვიცი, იმიტომ რომ მე რო დავისხო უკვე RSG იყო და ყველაფერი კონტროლდებოდა. ანუ იარაღი რო დამადო და მითხრა რომ გააკეთე, არც ვიცი შავი ბუღალტერია როგორ იქნება ყოფილი, იმიტომ რომ უკვე სხვა ერაში გავიყოთ. აი ძალიან საინტერესოა ის რთული გზა როგორი არის ჩვენთვის ასობა. ოკეი, იგივე კითხვით მადლობა გიორგი, მე მინდა მიმართო მაყურებელს და მსმენელს. ჩვენი პოდკასტის, კაცმანის პოდკასტის განზრახვა არის სამეწარმეო სულისკვეთების და აზროვნების გაშლა და პოპულარიზაცია. მოგწერეთ თქვენი აზრი, ასევე კომენტარებში, პირველ რიგში მე შემოგთავაზებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ აქ ბევრი საინტერესო ადამიანი იქნება და ბევრი საინტერესო საუბარი შედგება და თუ აქვს გამოიწერთ შეტყობინებაც მოგივათ, რომ დაიდო ახალი საუბარი, ამიტომ შეძლებთ რომ დროულად უყუროთ საინტერესო ადამიანებს, უუსმინოთ, უყუროთ, ჩაღრმავდეთ და ჩემთან ერთად იმოგზაუროთ ამ ადამიანების ცნობიერებაში და მათ სამეწარმეო აზროვნებაში. მეორე, მოგწერეთ ვის უსურვებდით, რომ ნახოთ პოდკასტში, ეგეც საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრი. და მესამე, ასევე თუ გვირჩევთ რაღაცას, ჩვენ ყოველთვის ღია ვართ რჩევებისთვის, ღია ვართ მოსაზრებებისთვის, ღია ვართ უკავშირისთვის. გიორგი, მე მინდა ურმესი მადლობა გითხრა პირველ რიგში გულწრფელობისთვის. ჩვენთვის ძალიან დასაფასებელია, რომ ბევრ თემას შევეხეთ, რომელიც არ იყო კომფორტული, ალბათ გიყვებით. ჩემთვის მიზანიც არ არის კომფორტის შექმნა. ჩვენთვის მიზანი არის, რომ ჩვენ ადამიანებს რა დგას ამ წარმატების კოდის მიღმა, რა ფიქრები დგას, რა ემოციები დგას, რა ადამიანები დგას, რა ფასეულობები აქვთ, რა მისია აქვთ. და მე მინდა დაგაფასო იმისთვის, რომ მაქსიმალურად გულწრფელი იყავი, გამოხატე შენი აზრები, შენი ფიქრები და მოყევი შენი ისტორია. რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ისტორია იქნება გამომდინარე, ძალიან ბევრი სამოყვარულო საყვარელი ბრენდი შექმნილი ამ სოფელში საქართველოსთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის შემოუცხოეთში შექმნა რომელიც 35 წლის ჯერ კიდევ წინ გაყოლაფერი და ჩემთვის პატივი იყო, რომ შევიყავი ჩემთვის პირველი სტუმარი ჩემს პოდკასტში. დიდი მადლობა შენ თბილისის პოდკასტისთვის, მოწვევისთვის და რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები ვინც ნახავენ ამ პოდკასტს თუ სადმე იბრძვიან და სადღაც არიან დაჭედილები, ასე ვთქვათ, თავარი არის შემართება, მიზანი და დანარჩენი ყველაფერი თავისით დავადე. მადლობა მეგობრებო, მადლობა გუნდს, რომელიც აქ კადრს მიღმარი. მადლობა გიორგი, მადლობა ჩემ თავს და თავისთავად მაყურებელს იმისათვის, რომ თავისი ძვირფასი დრო დაგვითმო. მომავალ შეხვედრამდე კაცმანის პოდკასტში. Woo!